სულ მაქვს განცდა, რომ გვაკვირდები. სწორად გეშინი. აუ ეხა ბექემებს გაუკეთებდი კაი 10 სერიან სერიალს. აი ნინა და დათო რო კატლეტი გააჭამონ თუ ბავშვები გაასცენონ. მუსიკაზე დადიოდი? ცეკვიდან გამომაგდეს. გრიშა კაკაჩი უნდა ყოფილიყო ეპიზოდში. და შენ ეხლა აქ კორტიზოლი უნდა გამოაყოფინო ტყუილად. სამი ყველაზე კრინჯი ავტორი. შენი მეზობელია მე-7 სართულზე, ვინც უნდა ითამაშოს სატანად. მე მინდა რომ ეს პერსონაჟი ჟიურს, ვისკს და სპაგეტს ეგრე ამბობდეს და გაგაწყვეტინეთ. რაც არის ძალიან დიდი უკულტურობა. ეს სიახლე მინდოდა მე. არა, მეგობრებო, გატყუა. ამას ამოჭრი. ზია ამაღლობელი უნდა დასაჯოს. არ არის ინტელექტუალური, არ არის კეთილშობილი. ხო და ეხლა მე მინდა რეიტინგი. ეს არის ჩემი მიშის ტობის ბრალი. დამარეგისტრირეთ პირველ ქართველ ვაშკაც იუთუბერად. შერაგონი ხა ნორვეგიელი ბოტი რამე განსხვავებულ წერს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანით არის მასთან მქონდეს კარგი ურთიერთობა. მოსმენა მიყვარს ვისაც ჩემზე გრძელი წარსული აქვს იმრათი. ეს არის ბებია ჩემო პატარა რო ვიყავი. შემჩხევაში ეს იქნებოდა საკავშირო. მე მეტყვით რომ უხეში ხარ, ამიტომ გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ YouTube არხს მისმინე, ეს არის გადაცემა ვიკასთან და რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გთხოვოთ, რომ მოგწეროთ, გამოყვებით Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე, YouTube-ზე თავისთავად ცხადია, რომ ხო ვართ და მოკლედ ყველგან ვართ, სადაც შეიძლება რომ ვიყოთ და ჩვენი გადაცემის სტუმარი არის კეთი დევდარიანი. მოგესალმები ვიკა. აი აქ მუსიკა მინდა, შეგიძლიათ რომ დაადოთ მუსიკა, იმიტომ რომ კეთის ძალიან დიდი ხანია ვეპატიჟები ჩემთან სტუმრად და აი დადგა ის ნანატრით, რომ რატო არ მოდიოდი კეთი აქამდე. პირიქით მეგონა მე რო იყო. მე გეხვეწები რამდენი ხანია რომ დამპატიჟე და არ პატიჟე. არავის არ სჯერა ახლა ამის ხო იცი. მოკლედ პირველ რიგში მე გეტყვი რომ ძალიან მიხარია რომ ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ და მგონია რომ იქნება ძალიან საინტერესო პასუხები, კითხვები არ ვიცი მოგეწონება თუ არა ჩემი კითხვები, მაგრამ ველოდები რომ იყოს. იცი სანამ დავიწყებთ, მე მაქვს ერთი კითხვა, რომლის პასუხის მერეც განვაგრძობ ინტერვიუს, ისე ვერ. მაინტერესებს ბექემების დრამაში შენ ვის მხარეს ხარ? იცი რა არის, არაერთგვარ, ჯერ მჭირდება დრო, ცოტა დრო მჭირდება. ანუ ეს კომპრომიზმი არა, ვინმე უნდა აირჩიო და მე მეცოდინება ვისთან მაქვს საქმე. სხვათა შორის და ვალენტინოს მოსაზრება მაინტერესებდა, მაგრამ ვერ მოვასწრო, ვერაფრის თქმა ისე გარდაიცვალა, იმიტომ რომ ვალენტინოს კაბა ეცვა სხვათა შორის ვიქტორია ბექემის რძალს. მე ვარ ახალგაზრდებისკენ. ყოველთვის ასე ხარ ხოლმე? არა, ხან ყოველთვის დებილი ვარ, კაც ვინც მართალია იმის მხარეს ვარ. ანუ გწოდნია დეტალები და საერთოდ პოლიტიკის მიღმა. ნუ რა ვიცი, მაგ მინდოდა მეკითხა რომ შეიძლება მაყურებლეს ნაწილს გონია რომ მარტო დაინტერესებული ხარ ქოცების და ნაცების ამბებით და არ არის ესე? არა, რა თქმა უნდა. ყველაფრით ვარ დაინტერესებული, საერთოდ სამყარო როგორ არის მოწყობილი. ყველაფერი მაინტერესებს, რაც მარტო ნაცები და ქოცები. ტრეში გაინტერესებს? ძალიან. ტრეშერებიც ყველაფერი მაინტერესებს. აი ტარაკანა რამდენი ხანი ცოცხლობს და რა პირობებში, ესეც მაინტერესებს. ეგ საინტერესოა, მაგრამ აი მაგალითად ვიღაცა მდიდარი ხალხის ქორწილი გაინტერესებს? ესეთი ყვითელი ტრეში რაღაცები გაინტერესებს TikTok-ის კონტენტი? მაინტერესებს ეს როგორ კეთდება, თქვათ 1-2-ს ვნახავ. მაგრამ აი რეგულარული მომხმარებელი, მაგალითად აი მდიდარი ქორწილი რაღაც ესე ყველა ქორწილს ის გაუკეთო follow-up-ი, ეხა რა ქნეს, მე ბიჭის მხარემ გადაიხადა თუ არა და რაღაც ესე არა, მაგრამ რაღაცებს მუდმივად უყურებ, რა თქმა უნდა და ეხა ეს ბექემების დრამაც რა მაინტერესებს უბრალოდ ხალხის რეაქცია ამაზე. შეხშირად საუბრობ სხვათა შორის ბავშვობის მნიშვნელობაზე. ძალიან კარგი პოდკასტი ქონდა ბოლოს, როცა ბავშვები ყავდა სტუმრად. ეს იმიტომ მოგეწონა რომ შენი დიშვილები იყვნენ იქ. შესაძლოა. მოდი ჩვენ აქედან დავიწყოთ საუბარი. შენი პირველი მოგონება ბავშვობიდან რა არის? აი სულ პირველი. სხვათა შორის ეს არის ტესტი. შეგიძლიათ მაყურებლებს მივმართავ და მსმენელებს სახშიც გააკეთოთ ასეთი ტესტი. მთავარი ხასიათის თვისება, რაც შენში აი მთელი ცხოვრება მოყვება და არის პირველი კადრი ან რაღაც სცენა, რომელიც საკუთარ თავზე გახსოვს. ეს იწყება დაახლოებით 3-4 წლის ასაკში, ან 5, ნუ უფრო ადრე შეიძლება 2, მაგრამ ამაზე ადრე არა, იმიტომ რომ საბავშვო ამნეზია არსებობს მანამდე და არ გახსოვს.
აი ამის მიხედვით რაც ყველაზე მეტად ჩაქრჩა გებულობ რა არის შენი მთავარი მახასიათებელი. მე მაგალითად მახსოვს ასეთი სცენა ძალიან სასაცილო საკუთარ თავზე. ბებია ჩემს ყავდა მეზობელი გვერდზე გარის, რომელსაც უყვარდა ხოლმე ჩემთან თამაში. ერთობოდა რა, ისეთი მარტოხელა ქალი იყო და ყავდა შვილი, მაგრამ დიდი. და ეს რაღაც შემიყვანდა, მეფერებოდა, მურაბას მაჭმევდა, რაღაც დამჭკმიტავდა, იმიტომ რომ მაშინაც უქანი ვიყავი და ეხა ერთ-ერთი მორიგი სცენა არის რა, ჩემი მასთან ყოფნის და მოვიდა მისი შვილი. ეთყობა ქონდათ რაღაც სალაპარაკო. სერიოზული, ან საჩხუბარი, არ ვიცი ხე, ეგ აღარ მაინტერესებდა მე ისე გავუბრალდი და გაუყვანე ბებიამისო, ჩემზე ეს თქვა. და აი როგორ დავიბოღმე, იცი? აი ეს სცენა მახსოვს, ჩემი ბიოგრაფია იწყება აი ისე, საიდანაც გამომაძებეს და შემდგეს საკუთარ სახლში. ეს ნიშნავს, რომ ბოღმა ვარ. ანუ ჩვენი ბავშვობა განსაზღვრავს ფუნდამენტს თუ ეს გადაჭარბებულია ეს წარმოდგენა. მე ფსიქოლოგიური კუთხით არ ვამბობ. მაგრამ ვამბობ ბიოლოგიურით, იმიტომ რომ აი შუბლის წილი, რომელიც 25 წლის მანძილზე ყალიბდება, ხო? ივსება სხვადასხვა კადრებით, ტექსტებით, სცენებით, აი რაღაც ჰორმონალური ფონით, რა მოგწონს, რა არ მოგწონს. აი მაგალითად, რა წარმოდგენა აქვს ადამიანს სიყვარულზე, სიტყვაზე, ხო? ის ან რაც ტელევიზორში ნახა, ან კინოში, ან სახლში. ეს ქცევის მოდელები, ეგრეთ წოდებული პატერნებით ასე ივსება ჩვენი გონება, მაგრამ ყველაზე ძლიერ შთაბეჭდილებებს იღებ 7 წლამდე. მაგ დროს არის აი ყველაფერი გიკვირს, ყველაფერი რაღაცნაირი უცხოა შენთვის, ხო მე დარდობს ხოლმე დიდი, რომ აი ბავშვობაში რო გემოქონდა ნაყინს ისეთი აღარ აქვს. არა, ისეთია უბრალოდ შენ აღარ გაქვს ის დამოკიდებულებები, ან ბავშვობაში რაღაცა სადღაც ეხლა იცი რა დამოკიდებულებაც, მაგალითად, როდესაც დიდი გეჩვენებოდა რაღაცა. ბაბუჩე მეგონა რომ იყო 400 მეტრი და რა ვიცი, უკიდეგანო ეს დიდი ხელი და ჩვეულებრივი კაცი იყო, ანუ არც ძალიან დიდი, არც ძალიან პატარა. ხო და ოთახი რომელშიც ცხოვრობდით, მგონია რომ იყო დიდი და აღმოჩნდა რომ საერთოდ ყოფილა. ხო და აი მაშინ შთაბეჭდილება არის ძალიან ძლიერი, ხო გინატრია ხა სადღაც რო ხარ, რომ ეს რო ბავშვობაში გენახა. ალბათ გადავირეოდით, ხო? და ამიტომ აქვს მნიშვნელობა, როგორ ბაღში დადის ბავშვი, ვისთან უწევს სოციალიზაცია, რა წიგნებს უკითხავ ბავშვობაში. ლალი დეიდა მკაცრი დედა იყო. ძალიან. რანაირად ახლა ის თაფლი და შაქარი ამოსთვის პირიდან. არა, მკაცრი დედა იყო ძალიან. აი რაში გამოიხატება? ხო არ აბრალებ და აზვიადებ? არა, არაფერს არ ვაზვიადებ და არ ვაბრალებ, იყო ძალიან მკაცრი დედა. მაგალითად მე მეგონა 7 და 8 წლის ასაკში რომ 4-იანს თუ მივიღებ, ჯობია რომ მოუკვდე, ან თავი მოვიკლა. უბრალოდ არ ვიცოდი ეს როგორ კეთდება მაგ ასაკში. მდგიმნეულად. მე შინოდა რომ აი 4-იანი რომ მივიღო, სახლში როგორ მივიდე? 9-ზე ვიძინებდით. დაბადების დღეზე რო 5-ზე მივდიოდი, 6-ზე უნდა სახლში ყოფილიყავი და ქალმა არ იცოდა, უბრალოდ იცოდა და არ იმჩნევდა, რომ ქართული დაბადების დღე 5-ზე რო პატიჟებენ, 5-ზე არ იწყება. ამიტომ მე ამას დამემოწმება ჩემი მეგობრის რუსოცი მაკურიძის დედა, რომ გზაში მეჭირა ხოლმე, იმიტომ რომ ზამთარშია რუსუდანობა და რო ბრუნდებოდით, ანუ უკვე ბნელოდა რა 5-ზე, ბნელა ზამთარში 6-ზე. და მე გზაში მეჭირეს ხაჭაპური და იდეალი, რომ რამე მაინც მეჭამა. ჭამა არ იყო ჯერ დაწყებული, მე რო უკვე სახლში უნდა ყოფილიყავი. მათ შორის აი ეს მუსიკის მეცადინეობა რაღაცები ბრაზდებოდი რომ რა თმინდა, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგია სიმკაცრე რა. მე მუსიკაზე დადიოდი. თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ვიქნებოდი მკაცრი დედა. მუსიკაზე დადიოდი? და ეხლა ნოტების გარჩევა შეგიძლია? წესით კი. უბრალოდ დიდი ხანი, არც მივკარები ვარ მე. სამაგერად კარგ და ცუდ მუსიკას ვარჩევ ერთმანეთსგან, ღირდა 7 წელი ტანჯვა წამება ამისთვის. კიდე რეებზე დადიოდი? და ცეკვიდან გამომაგდეს. რო ქართული ცეკვიდან? ქართული არის სამეჯლისო. ჩა. აი და ძალიან რა ცუდია რომ არ არსებობს ამის ფუთიჯი. არ იყო მაშინ ისა ტელეფონი, თორე ეს კადრი იქნებოდა უდიდესი კომპრომატი, რაც სუსში ეხლა უნდა იტოს. ჩემი ცეკვა ბავშვობაში და. მე მეგონა რომ კარგად ძალიან გრძელი ფეხები ქონდა მაყურებელს რო უთხრა ერთი ფოტო მაგშენი ნანახი. ეს 3 წლის ვიყავი პუტკუნა, 3 და 50 შუაში ვიყავი გამხდარი. მოყევი ხა ჩაჩაჩას ცეკვავდი? ბუნდოვნად მახსოვს რომ გამომაგდეს იქიდან. დედაჩემს უთხრეს რომ
გამომდგეს, წაიყვანეთ. იმიტომ რომ წინ იდგნენ, ვინც ძალიან მაგრად ცეკვავს და უნდა გაიყვანონ კონცერტზე, მერე იდგნენ ეს ოთხოსნები. ცოტა ბექის ხალხი და ჩემთვის მე მარტო უკან რაღაცა მე საერთოდ არაფერში არ ვჯდებოდი. დედა ჩემი იყო დედა, რომელიც ხვდებოდა ინტუიტიურად, იმიტომ რომ მაშინ ამის ასეთი მეცნიერული ცოდნა არ იყო, რომ ბავშვი დატვირთული უნდა იყოს ფიზიკურად, გონებრივად, მუსიკა გონებას ავითარებს, აი ყველანაირად ცდილობდა, რომ რაღაცა ეს კოგნიტური შეევსო. და ეს გაგრძელდა ჩემს გათხოვებამდე, რა სულ. ან ძალიან ცოტა ხანს გაგრძელებულა. რამდენი წლის იყავი? არც კი 18-ის. მაშინ ეს იყო ჩვეულებრივი, ან კულტურულ ნორმებს საზოგადოება რაღაც დროს იცვლის რა. ეხლა ეს შეიძლება ჩანდეს აბსოლუტურ რაღაც სიგიჟეთ, მაგრამ მაშინ ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი. ჩემი შვილი რო გავაჩინე, ჩემს პალატაში ყველა იყო 16-ის, 17-ის, 18-ის, ერთი ქალი იყო მარტო 38-ის და გვიკვირდა რომ ამ ქალს ესე იგი 38-ის ასაკში სექსი ჰქონდა, რადგან შვილი გაუჩნდა. და ძალიან გასაოცარი იყო რომ აი ამ ასაკში რანაირად შეიძლება კიდე რაღაც. ადამიანის გემოვნებაც ბავშვობაში ყალიბდება და მერე ვერაფერი ვერ ცვლის. ყალიბდება, მაგრამ მერე მუდმივად შეიძლება ან დაკნინდეს, დეგრადირდეს, გაიზარდოს, შეივსოს. ანუ ესე არ არის, რომ ბავშვობაში რაღაც ახლა ვინი-პუჰი მოგწონს და ამით დაასრულო. მაგრამ ძირი, საძირკველი ბავშვობაში იყრება და ახლა მერე ზედ ლოჯიებ მოშენებულ კორპუსს დააშენებ თუ კარგ რაღაც ბაუჰაუს, ეგ უკვე შენი ის არის გადასაწყვეტი. და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში? გარემო, წიგნები, ადამიანები. თავარი არის ეს ჩემი აზრი არ არის, ეს არის ჰარვარდის კვლევა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანი არ იყოს ნერვიული, დაძაბული, სამყაროზე გაბრაზებული და თავს რაღაცნაირად დაცულად უსაფრთხოდ გრძნობდეს, თავარი არის ეს მყარი და ჯანსაღი კავშირები. ამაში არ იგულისხმება 24 საათიანი ერთად ყოფნა, რაც ჩვენში მაგდა დაქალობა წარმოუდგენიათ, რომ რაღაც უწი-პუწი, სულ დამირეკე, ყველაფერი შენი უნდა ვიცოდე, რაღაცა ოვულაცია როდის გაქვს, ვინ გიღალატ, ესე ამას არ გულისხმობ. აი ადამიანები, რომლის იმედიც გაქვს, რომ შენი ტომია, ასე ვთქვათ რა. ეს არის ოჯახი, მეგობრები, აი სოციალური კავშირები, როცა გრძნობ, რომ შენ ვისაც პატივსცემ ისიც ასევეა შენს მიმართ. იმიტომ რომ როცა კი ბავშვს ასწავლო, ყველას აზრი მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს, იღებ რაღაც ჩამოუყალიბებელ ამორფულ შიგთავს მერე ადამიანში და აი ეს ჯანსაღი კავშირები, როცა კონფლიქტი არ გაქვს ოჯახის წევრებთან, ახლო ნათესავებთან, მეგობრებთან და სოციუმშიც, ნუ მე ხა ქვეყანაზეა დამოკიდებული უსაფრთხო ქვეყანაში თუ არ ცხოვრობ, რა ჯანსაღი კავშირებიც გინდა კონდეს, ხო, არა აქვს აზრი. არიან ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა შენზე, შენს ცხოვრებაზე? კი, რა თქმა უნდა, აი აბსოლუტური ორიენტირები მორალური მყავს, ოჯახის წევრიც, გარეთაც ხალხი ანუ ის ვისი აზრით ჩემთვის მნიშვნელოვანია. შეგიძლია თქვა ვინ არიან ისინი? ძირითადად ეხა ბავშვობაში ეს იყო ბებია და ახლაც ასეთად რჩება, ეს არის აბსოლუტურად ჩემგან განსხვავებული ადამიანი. ყველანაირად, მაგრამ ჩემი იდეალი. ლალის დედა. ლალის დედა კი. არის ჩემი საყვარელი ადამიანი და თუ რამეზე გული მწყდება, ვერ ნახა ჩცდ. იმიტომ რომ მაინტერესებდა რა სიტყოდა. არ ვიცი, აი აზრზე არ ვარ, შეიძლება რაღაცები არ მოწონებოდა, მაგალითად რომ იგინებიან. ან რაღაცები მოწონებოდა, მაგრამ სულ მასწავლიდა სულ გრძელობას. ეს არის სწავლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ცდილობდა, რომ ყველა მისი შვილი ყოფილიყო კეთილშობილი ადამიანი, იმიტომ რომ მისთვის ეს იყო ყველაზე მთავარი. სულ გრძელი და კეთილშობილი. კეთი, გერმანულის მასწავლებელიც იყავი. აი დაასრულე ეს წინადადება. მე დღეს ისევ გერმანული ენის მასწავლებელი ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ცხოვრების საკუთარი ხელით შეცვლა ესე. თავზე არ დამცემე, მე თვითონ გადავწყვიტე რომ აღარ უნდა ვიყო გერმანულის მასწავლებელი. მასწავლებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესია. ძალიან დიდი უნარი ჭირდება სხვას ასწავლო ის რაც შენ ასწავლო ეს მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მაგალითად სტუდენტებთან, ანუ უკვე ზრდასრულ
სულწლოვან ადამიანებთან, რომელსაც ეხუმრები, ისიც გეხუმრება, ანუ ეს არა გაქვს რა აკრძალული 12 წლამდე ბავშვებს არ უნდა ეკაიფო შეიძლება. ხო და მივხვდი რომ არ ვარ რა აი ბავშვებთან ჩემი ურთიერთობა არ არის ჩემი საქმე. ჭირდება მეტი მოთმინება, მეტი კომპეტენცია, მეტი სიყვარული იმ სამყაროსი, რასაც ქვია, რომ შენ უნდა ასწავლო, იმიტომ რომ მე ბავშვობიდან სულ ვცდილობდი კიდე ერთი ჩემი ბავშვობის ტრამვა, რომ დიდებთან მეთამაშა. ან მერჩივნა, რომ ვინც რაღაც ჩემზე მეტი იცის, იმათთან ყოფილიყავი. და ჩემ ტოლებთან და პატარებთან თამაში არ მინდოდა და იმ დიდებსაც არ უნდოდა, როგორც მე არ მინდოდა, ისე იმათ და არ მათამაშებდნენ ხოლმე. და ახლაც ესე ხარ? ახლაც მირჩევნია, აი ვთქვათ, ხო არის ხალხი, რომელსაც ურჩევნია, რომ ახალგაზრდებში წავიდეს, იქ დაჯდეს, იქ გაერთოს, საკუთარი ახალგაზრდობა ამით რაღაცნაირად გაიხსენოს, მოიპოვოს ახალგაზრდებთან ურთიერთობით. ჩემთვის ეხლა დიდი ხანი უკვე ასაკით არ იყოფა ადამიანი, იმიტომ რომ შეიძლება 30-ის იყოს და ბევრად მეტი საერთო მქონდეს ვიდრე ჩემი ტოლთან, მაგრამ აი მოსმენა მიყვარს, ვისაც ჩემზე გრძელი წარსული აქვს იმათი მოგონება მაგალითად. ჩემი საქმიანობა, ანუ სცენარისტობა, გულისხმობს მოსმენას და დაკვირვებას. აი სადღაც რომ ვიჯდე და ვაკვირდებოდე რა ხდება, ეს მიყვარს. და ეს მირჩევნია ხდებოდეს იმ სამყაროში, სადაც მე არ ვიცი რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ეგ ბავშვები და ახალგაზრდები უკვე გამოვლილი მაქვს. მოყოლას რო იწყებენ ხოლმე რაღაცის, უკვე ვიცი ეს როგორ გაგრძელდება, იმიტომ რომ მეც ხო გამოვიარე ხა ეგ ნებათა ღელვანი. როცა შენ ხარ იქ, სადაც ბევრი ადამიანია, სულ მაქვს განცდა, რომ გვაკვირდები და ეს რაღაც სიტუაციები შეიძლება მერე წაიღო და სადღაც ეს იქცეს რაღაც საინტერესო ფილმის სცენარად. სწორად გეშინია. ხო. ოღონდ ესე არა ხა ადამიანი რო ჭამს და მე ვაკვირდი, მაგას იმედია არ ვაკეთებ ხა რომ ესე იგრძნოს რო ვაკვირდები. არა, აი ესე ზიხარ და ესე აკეთებ თვალებს და ვიძახი რომ აქ რამე არ წამოგცდეთ. გამოგწერეთ. აუ მაგაზე მაგარ ამბავს მოგიყვები, დავდიოდი აკვაერობიკაზე. ასეთი ეპიზოდიც იყო რაღაც სრულიად ამოვარდნილი ჩემ ცხოვრებაში. დავდიოდი მე და ჩემი მეგობარი და ეს ქალი ამბობდა სასაცილოდ რაღაც სიტყვებს ქართულს. ოღონდ ძალიან საყვარლად. და მე არ მიყვარს ხოლმე ასეთი რაღაცების გასწორება, რომ ის ხომ კი არა და რაღაც მ უნდა მან თუ რაღაც. ანუ არა უხდება ადამიანის თავის ინდივიდუალური ლექსიკა უხდება და წახტომას ამბობდა, გადახტომის თუ რაღაც მაგივრად და მე ერთხელ მეუბნებოდა, მე ჩემთვის რაღაცნაირად ესე ულვაშებში მიღიმებოდა და ერთხელ მითხრა, ეხლა არ დამწერო, გოგო. ხო, მივხვდი, რომ ადამიანებს ცოტა ჩემთან რაღაც ითქმის ეშინიათ, რომ არ გამოჩნდეს სერიალში, მაგრამ სერიალ ჯერ ისეთი აღარ არის და მე რომც იყოს, იქ სახელი და გვარით ესე ვერ გაშიფრავ. 33 წლის ასაკში შენ, რომელსაც წერის არავითარი გამოცდილება არ გაქვს, იწყებ სერიალის წერას. რომელიც ხდება საკულტო, ბოლო სეზონი მგონი ყველაზე რეიტინგული იყო კიდევ, სულ უფრო რეიტინგული იყო. და ეს იყო სერიალი, რომლის პოპულარობა არათუ იკლებდა, იმატებდა, ხო? და ეხლა არ გადის და მაინც სულ არის Facebook-ზე ჩოცოდო არის ერთგვარი რაღაცა თემა არის. და აი, რანაირად მოხდა ეს? აი, მითხარი, როგორ დაიწყე ეს ყველაფერი? როგორ მოხდა საერთოდ, რომ ამ ყველაფერში გაეხვიე? იცი რა ეს ძალიან ლამაზად ჟღერს, მაგრამ თლად ესე არ იყო, რომ პირდაპირ ჩცდ დავიწყე, ესე დავჯექი და უცებ წერად ჩცდ-ს არ ყოფილვარ. მანამდე დავიწყე მუშაობა ფორმულაში რედაქტორად კლინიკის, რომელიც გადიოდა იმედზე. ოღონდ ეხლანდელი იმედზე კი არა, მაშინდელი იმედზე. კლინიკა იყო სერიალი, რომელიც გაჩერდა რა, მაგრამ რაღაც კარგი სასტუმრო თანატოსის მორუას მიხედვით რაღაც ჰქონდა ეს წერლები წერდნენ, ნუ რაღაც ისე მოხდა. მაგრამ შენ არ იყავი სცენარისტი. მე არ ვიყავი სცენარისტი, მე უბრალოდ რაღაცნაირად სცენარებს ქრონომეტრაჟი რო ყოფილიყო სწორი რედაქცია გამეკეთებინა რაღაცისთვის იქსა. ნუ მოკლედ ისე მოხდა რომ ერთი სერია მე დავწერე. ახლა რო არ ეწყინოთ კლინიკის ერთი სერია და ლიფონავა მირაკლი მიშა ვინ წაიკითხა მითხეს რომ მოდი რა მე მქონდა ეს იდეა. თბილისის ფორუმზე ქალები ლაპარაკობდნენ
მაგალითად შეიძლება თუ არა ქორწილში სხვისი ნაკურთხი კალიცოთი წასვლა. და პასუხები იყო ზოგი კომპეტენტური და ზოგი არაკომპეტენტური და მივხვდით ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ქართული რაღაცნაირი სერიალი, რომლითაც ჩვენვე გავერთობით ქალები. ან თავიდან ესე მქონდა ჩაფიქრებული და მე უბრალოდ მომემატა ეს ამბიციები და პრეტენზიები და კაცები ჩემოვიყვანე და მე მთელი ეს ქართული ანთროპოლოგიური კვლევა და მენტალიტეტის და მე ხო ძმადა ჭამაში მოდის და თორე თავიდან ვიფიქრე რომ აი რაღაც დაქალები იქ რაღაცა ეს სასაცილო ისტორიის სულ იყო პრობლემა ამ დედამთილის აი ბექემების როგორც არის ესე ქართული რამდენი ვიცი და ანუ თავდაპირველად სულ სხვა ტიპის სერიალი იყო ჩაფიქრებული. ხო, მე ხო არ ვიცოდი ახლა რომ ეს გახდება რაღაცა სოციალური პროექტი რა. სერიალი ხო არ არის და აქ ეხა ესე რომ შემოვიდა მე პოლიტიკა, ეკონომიკა რა ვიცი, ვირუსოლოგია, ყველაფერი ქონდა, ხო? მოგვიწია დიდხანს გვეკეთებინა და მე უბრალოდ პირველი სერია და გახსოვს ეგ დღე რომ დაიწყე პირველი სერიის წერა? წერა? წერა რომ დავიწყე, ესე დღე არ მახსოვს, მაგრამ შიში მახსოვს ძალიან დიდი ჩემი, რომ აი ხლა მოყოლილი მაქვს კიდე ილობეროშულთან ვიყავი და იქ ვამბობდი აი ეს შეგრძნება ეხაც სუთხასიაძე მაყენებს რომ ვიხსენებ როგორ შემეშინდა რომ პავილიონის სანახავად ავედით და იცი როგორ შემეშინდა რომ ეხა ეს ამდენი რამე კეთდება და მე რომ არ გამომივიდეს ეს რომ პირდებით რომ იმიტომ რომ პილოტი მანამდე დაწერილი ვაჩვენეთ უბრალოდ ის ვერ გაუშვით ის სერია იმიტომ რომ არც ბავშვები მშობლები იყვნენ ამაზე თანახმა არც მაყურებელი გაიგებდა ამას სწორად და მაგრამ ვინც ნახა ეს და ვისაც გადაწყვეტილება უნდა მიეღო ის ხალხი მიხვდა რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცას ძალიან რეზონირდეს მაყურებელს. ანუ იგრძანე რაღაც პასუხისგებლობა. ხო და ეს დავინახე ეს პავილიონი და კეთდება და მუშები და არიქა ფული იხარჯება და ერთი ამბავი და მე ხა უი არ გამომივიდა. ხო და ნუ მივხვდი რომ ეხა ეს რომ მოვკვდე უნდა იყოს და ზოგადად ავანტიურისტი ხარ და რისკიანი ხარ? არა. ჩემი თავის იმედი ალბათ მაინც მქონდა, იმიტომ რომ უკვე ძალიან მომწიფებული იყო რას დავწერ. ეხლა ავანტიურისტი რა იქ არ შევალ, სადაც თქვათ არაფერი ვიცი რომ არ მესაქმება, ან არ გამომივა, ან გავრისკა. არა, ვიცოდი, მაგრამ მაინც ხო იცი, ეხლა ძალიან უცებ დავინახე მასშტაბი ამ ყველაფრის. იმიტომ რომ სერიალი ხა კლინიკაც ხო იყო და ბევრად ძვირიჯდებოდა და ბევრად ისეთი რედებით გადაღებული და მაგარი ის იყო რა ტექნიკური ის დახარჯული, მაგრამ აქ რაღაცა ჩემი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მარტო ვიყავი სცენარისტი. გამოჩნდა რომ ეს ახლა არ გამოვიდეს, აი ეს პავილიონი, ეს ამ გადაწყობილი კასტინგი მიდის, ხალხი მოდის, ანუ ბევრი, აი 150 კაცი უცებ იწყებს რაღაცის კეთებას და ელოდება რაღაც შენ დაჯყაბნილს. და ნუ არის ახლა, მაგრამ ეს არ არის რისკიანობა, ანუ ვიცოდი რომ წერა შემიძლია, ოღონდ არ ვიცოდი რომ ეს იქნება იმ დონის პოპულარული რომ გამართლდეს ასეთი თქვათ შრომა და ხარჯი არხის. და ის წერა როცა ადამიანს შეუძლია ეს როგორ უნდა მიხვდეს? ანუ კარგი მკითხველი შეიძლება იყოს კარგი მწერალი? ძალიან კარგი მკითხველი თუ არის, აი ძალიან კარგი მკითხველი და აქვს ამის დიდი სტაჟი, მას შეუძლია დაწეროს კარგი ტექსტი, აუცილებლად კითხვაბადებს წერას. თუ ამას ემატება, რომ მას სათქმელიც აქვს რაღაც. მარტო ის კი რომ ტექნიკურად კარგად იცის წერა, აი სათქმელიც აქვს რაღაც. და ემატება გემოვნება და ნიჭიც. ეხლა ვლაპარაკობ ზოგადად, ვინმე მარი ფიქრობს, რომ ჩემ თავზე ვამბობ ამას. აი, თავის თავზე არა, არ დამწერია წიგნი. რატო? წიგნი? ნუ წიგნისთვის არ ვარ მზად. ჩვეულებრივი წიგნის დაწერა შემიძლია. ჩვეულებრივი როგორია? აი ესეთი როგორებიც იყიდება დღეში 100 ცალი რა. აი მე მაგალითად ყავს არ დავასახელებ გვარდ და სახელს, ყავს ნაცნობები, აი კვირაში 4 წიგნს წერე ხოლმე. როგორ შვებიან არ ვიცი. კვირაში 4 წიგნი არის, რომ კვირაში გაქვს 4 დიდი იდეა. რაც პრაქტიკულად ცოტა ის არის. შეუძლებელი შეიძლება არ არის, მაგრამ ძალიან რთულია და თან ბევრი თუ ყავს ეგეთი ნაცნობი. სავარაუდოდ არ ვარ გაის წიგნები, მე არ ვიცი. არა, მე ხა გადავა. მე არ ვამბობ, ხა 10 წელი თუ წერ, მაინდა-მაინც ის გამოვა, კარგი, მაგრამ აი რაღაც მეტა იდეა უნდა გქონდეს, რაღაც სათქმელი, გასაზიარებელი, აი იგივე ЧЦԴ-ზე, მაგდად მეტი დრო რომ მქონოდა.
გადაღებისთვის ლიფონაოს მეტი დრო რო ქონდა და სხვა რეჟისორებს ჩვენსას, ხმის რეჟისორს რომ მეტი დრო ქონოდა. ან დრო მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხთან. არის პირდაპირ კავშირი. არის უფრო კარგი იქნებოდა, ბევრად. უფრო ოკამის სამართებლით გადავლილი ტექსტი, უფრო კარგი კადრი, უფრო კარგი ხმა და ხარისხი. აუ ბექემებს გაუკეთებდი, კაი აწერიან კარგ მხატვრულ სერიალს. ბექემებს. ო თვითონ რო გააკეთეს დოკუმენტური. აი, ეგ რო აი ხლა ამაზე დავწერდი ბექემების დრამაზე. ბექემებზე არ ფულის გამო. მაგრამ აი ესეთი არის რა, კაი საწერია. ხა, ამიტომ თლად ფულის გამო. ეხა ეგ არ არის ჩემი სათქმელი კაცობრიობისთვის, რომ დედამთილს და რძალს ერთმანეთი რატო უყვარს, ეგ ვიკვლიო, ეგ ფროიდისტებმა ქნა. ხო და მაგრამ აი კარგი დასაწერია რა, ადვილი საქმეა. გაგაწყვეტინე ძალიან ცუდად მოვიქეცი. ძალიან დიდი უკულტურობა. ძალიან. კითხველი იქნება თუ არა წერა. ხო. კი, ძალიან ბევრს რო კითხულობ, ავტომატურად მდიდრდება შენი ლექსიკაც. ბევრ რამეს გამოცდილებას გადიხარ ისე რომ ფიზიკურად ამ გამოცდილების გავლა არ გჭირდება. აი მაგალითად აბდაიკის ბრაზილიას რო კითხულობ, არ იყო კაცი ბრაზილიაში ნამყოფი, მაგრამ შენც გატარებს იქ. ბევრ სხვა ადამიანის გამოცდილებას აქცევს საკუთარ გამოცდილებად. ეს რო გროვდება, მე რაღაც ამის თეორიული მასალა არსებობს, როგორ წერო, ხო? და დაწერ, მაგრამ აი ეგ არის ხატვასავით. ხატვაც ხო იცი ეგრეა. სწავლობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დორა მარის პორტრეტს დახატავ, რომელიც ბატონ ბიძინას აქვს ახლა სახლში. ხო და ანუ ეს კიდე სხვა რაღაც. ამიტომ არ მჯერა, რომ აი ChatGPT მაგალითად ჯერ ამ ეტაპზე შეუძლია მიამსგავსო სტილი, მიამსგავსოს სინტაქსი, ლექსიკა და ასე შემდეგ, მაგრამ აი ესე თვითონ დაჯდეს და რაღაცა ისეთი დაწეროს, რაზეც ვიღაც მე მეტროში თან კითხულობს და თან ტირის, ხო? ნუ იმასაც გააჩნია კიდე მეტროში ვინ ზის და რაზე ტირის, მაგრამ ნუ ცოტა რთული. შენი, ანუ სული, რომლითაც მე არ მჯერა რა თქმა უნდა, მაგრამ სული ხო აქ ყველაფერს რაღაც თავისი ინდივიდუალური გამოხატულება ვერ შექმნის ამას ესე ტექნიკურად და თეორიულად სხვა. იგივე აი მაგალითად თავის ცხოვრებაზე წერდა და დაკვირვებებზე და წვრილმანებზე პრუსტიც და წერს ვიღაცა არ ვიტყვი გვარს რო არ ეწყინოს ახლა თავის ცხოვრებაზე. ის ამის ცხოვრებაზე რო კითხულობ, ფიქრობ, აი რაში მაინტერესებდა ახლა ეს. და იმისას რო კითხულობ, ხვდები რომ კაცობრიობის გამოცდილება ჩატია 6 ტომში რა. ჩცზ-ს თითქმის 13 წლიანი ისტორია აქვს და რით იხსნი ამ ხანგრძლივობას და საერთოდ ეს ასე იყო ჩაფიქრებული? არა. ჩაფიქრებული არ იყო ნამდვილად, მაგას როცა ვინმე შენთან მოვა პროდიუსერი რო იქნები, თუ არ ყოფილხარ ჯერ და გეტყვის რომ მე ახლა გავაკეთებ რაღაცას რაც 20 წელი, 13 წელი ან 5 წელი იქნება ძალიან მაგარი. შეუძლებელი ენდო სულ რო იყოს, რა ვიცი, Breaking Bad-ის. და რა მოხდა? რაღაც დროს არ დასრულდა. იმიტომ რომ არ არის ეს ახლა ჩცდ რო დააკვირდე ყველა სეზონი. ჩცდ-ს კოლგის ქვეშ არის ბევრი სხვადასხვა არ არის ეგ ის. აი ნინა და დათო რო კატლეტი გააჭამონ თუ ბავშვები გაასცენონ ამას, აი და დაქალები როგორ ერევიან ცოლქვრის ცხოვრებაში, ამაზე სერიალს 20 წელი ვერ გაკაჩავ. ამიტომ შემოგაქ ხაზი, რომელიც რეალურად არის სხვა სერიალი, იქ ვერდიდან, ეხლა რა შუაშია ჩიკა ნინასთან. და ამიტომ აი ამ კოლგის ქვეშ, რომელიც უკვე ბრენდია, გადის პოპულარულ არხზე, არხსაც მნიშვნელობა აქვს, სად გადის, როგორი ბრენდება, ვინ წარადგენს და ასე შემდეგ და აქ მე შემოგაქ პატარ-პატარა სხვა სერიალებს აპარებ აქტუალობისა და გამოწვევების მიხედვით. და ასე, თორე ის ერთი ნინა, თინა და კატო არ არსებობს 13 წელი, ვინმე 13 წელი საკუთარი ქმარი არ უნდა ხალხს და ეხა დათო ენდომება გოცირიც. და არის ყავს შენი საყვარელი პერსონაჟები? მე ყველა პერსონაჟი მიყვარს, იმიტომ რომ არა ძალიან ბანალური პასუხია, მაგრამ ეგრეა ხა. ადამიანები ხო არ არიან მიყვარს, უბრალოდ წერა მიადვილდება უფრო იმ პერსონაჟის, რომელიც მსახიობის კარგად თამაშობს. იმიტომ რომ ის მაქვს მე ქიმია რა, თუ რაც ქვია მაგას. ეს კიდე სიყვარული ჭირდება. ეს ჩცდ ისე მიყვარს, არასდროს არ მეზარებოდა წერა, მიუხედავად ისე რომ დღეში ზოგჯერ 10 საათი ჭირდებოდა ამას. ანუ 10 საათი რა ჭირდება ერთ სერიას? და 10-ით შენ გონია ბევრია? ძალიან. 10 ბევრი გონია 30 გვერდის დასაწერად?
ხო და 10 საათი რა სჭირდება ერთი სერიის დაწერა? 10 საათი დაახლოებით. ბოლოს აღარ ჭირდებოდა 10. და გააჩნია რა, აი ახალი პერსონაჟები როცა ახალი ხაზი, რაღაცები მოსაძიებელი, რაღაც არ მოგეწონა გადააკეთე. ჭირდება 10 კი არა ერთი კვირა წერს ხალხი სერიას რა და 12 კაცი. და როგორი იძერწება პერსონაჟი? მაგალითად იცი ვინ უნდა ითამაშოს? თუ აი ესე წარმოიდგენ რაღაცა არ ვიცი ადამიანს და შემდეგ მოყავს კასტინგის მენეჯერს, ხო? და ძალიან კაი კასტინგის მენეჯერი ყავს, იმიტომ რომ ჩვენც ესე უსიტყვოდ უგებდით ერთმანეთს ხოლმე. რო აღვუწეთ, მაგრამ აი ვეუბნები მე და ეკას დიალოგი როგორია. ერთი რასაც ზოგი მაბრალებს ხოლმე და არ გამიკეთებია, მარტო ბარათეონზე და ლევან მასაძეზე იყო ეს, რომ აი პირდაპირ ვიღაცას გაგონებს. ანუ ბარათეონს რო წერდი, იცოდი ვის უნდა ეთამაშა? არა, ბარათეონზე ზუსტად მყავდა პროტოტიპი ერთი და სხვა ერთი პროტოტიპი არ მყავს ესე. მაგრამ მე ეკას ესე ვეუბნებოდი, რომ რო ნახავდა ტექსტ, ჯერ ერთი ტექსტით უნდა აჩვენო, ვის ეძებ. ხო და რო წერია მაგალითად ტექსტი. მიყვარს და ნუ ესე იგი არ ვეძებ ახლა იმ ცაგერის რაიონიდან პერსონაჟს, ვეძებ ვაკელს, ხო? ან მაგალითად რო უთხრა, რომ ვიკას ხო იცნობ? აი რაღაც ვიკა აბრაზნი ტიპები მჭირდება და კასტინგზე რომ მოიყვანო. ზოგს თვითონ მე თვითონ ვიცოდი, რომ ამ როლზე წარმომიდგენია ესა და ეს ადამიანი. ნეგატივ მალე გამოილია. და არ ბრაზდები თუ ხდება ისე, რომ შენს დაწერილ პერსონაჟს ვერ თამაშობს მსახიობი. ერთხელ ლიფონავას უთხარი ვიღაც მსახიობზე, რომ უთხარი მეთქი, რომ წესიერად ითამაშოს. და მაგას მეუბნებდი, რომ ანუ შენ გონი ეხა ესე ეგ არის რეჟისორის და მსახიობის ურთიერთობა, რომ თქვენ წესიერად ითამაშე და წესიერად ითამაშო. არ შეუძლია ვიღაცას. ხო, ნუ რთულია, მე მსახიობთან ურთიერთობა არ გამომდის მაგალითად. რატო? იმიტომ რომ არ შენიშვნა არ უნდა, ნუ არ გამომდის რა, ეს ყველა მიცის, რომ ჩემ და მსახიობის შორის იდგა პროდიუსერი, რეჟისორი, ჩემთან შეხვედრა თუ უნდათ არავინ არ იყო კმაყოფილი, იმიტომ რომ ერთხელ ვუთხარი, რომ გოიმს თამაშობ მეთქი და ხა რანაირად არ უნდა თქვა ეს წინადადება, თქვა, ანუ არ უნდოდა რაღაცის თქმა და გოიმურიაო და მეთქი გოიმს გათამაშებთ და აბა ეხლა და ესენი ესე პირდაპირ არ ცოტა რაღაც უნდა მოურბილო კუთხეები და არ არის ჩემი საქმე, რეჟისორი წყვეტს ამას, მაგრამ მე იმ მსახიობებისთვის წერა რომლებიც კარგად თამაშობთ, აი მაგალითად გეტყვი, გრიშა კაკაჩი უნდა ყოფილიყო ეპიზოდში. რაღაც აი ბიძა რო გამოჩნდება და სახასიათო რაღაც არქეტიპულს დაინახავ და დამთავრდა. მაგრამ ეს კაცი რო დავინახე, მივხვდი რომ უსაზღვროა შესაძლებლობები ამ ხაზის. და მე მთელისა ის კი არა, აი ვაგნერს ვინც თამაშობს, ისიც აი მინდოდა რომ მე ცალკე იმის ხაზი, კოჭო. აი ეხლა კოჭო მე მინდოდა რომ ეთამაშა ვინც ავარჩიე და ხანდახან Facebook-ზე ვნახავდი ხოლმე ვიღაცას და მომწონდა რაღაც წარმომედგინა რომ აი ეს ის იმ ტექსტს გამოადგება, რომელიც მე ერთი კვირის წინ დავწერე. და ანუ შენც შეგირჩევია მსახიობი. კი, ოღონდ იშვიათად. ეხლა ესე მე არ ვიყავი, ეს არ იყო ჩემი საქმე, ყველა თავის საქმეს აკეთებდა და მათ შორის შეცდოს წარმატება ეგეც იყო, რომ ეხლა გიორგი არ ერეოდა, რომ სცენარი ასე რატო დაწერე, პირიქით ძალიან მეხმარებოდა და ეს არის რეჟისორის და სცენარისტის ურთიერთობაში იშვიათობა, რეჟისორი ასე იცავს ტექსტს და ცდილობს, რომ არ გადაიყვანოს თავის ან მსახიობის მანერზე. ნუ მორგებას არ გულისხმობ, შეცვლას. და მეც არასოდეს არ მივდიოდი და რაღაცას ერთმანეთს უზიარებდით ახლა პრეტენზიებს სცენართან და გადაღებასთან დაკავშირებით და ან ორივე ერთად მონტაჟს, მაგრამ ზოგადად აი ყველა თავის საქმეს აკეთებდა და ეკა თავის საქმეს, მაგრამ ხო არის რომ შენც შეიძლება ვიღაცაზე თქვა რომ აუ ეს სერიალში მაგრად გამოგადგება, იმიტომ რომ ვიღაც სადღაც ახლა მე რა ვიცოდი რომ მაგალითად არსებობს ბავშვი ტასო რომელმზეც ყველა მიცის, რომ ეკრანზე იქნება ძალიან მაგარი. ერთი რასაც არ ვაკეთებდით, ეხა მე დაიწყო, რა თქმა უნდა, ეს იყო ქართული ამბავი, რომ ჩემი შვილი გადაიღე. იყო ხო? რა თქმა უნდა. და აქვე ვიტყვი, რომ სინამდვილეში რაღაცეებში მაყურებელი არის ყოველთვის სამართლიანი. იმიტომ რომ როდესაც მაგალითად შენი შვილი თამაშობდა სერიალში, ირინკა, არავის არ უთქვამს
რომ იმიტომ თამაშობს, რომ ვიკაშვილია, მიხვდი? იმიტომ რომ როცა კარგად ვინ იტყვის ახლა მაგალითად ნინო კასრაძეზე ან თუნდაც კაი ნინო კასრაძე მსახიობია და არ იტყვიან და ნუ სხვა სიმაღლების ადამიანია, მაგრამ ხო ყოფილან ჩვენ სერიალში ადამიანები, რომლებიც არ არის, აი ილო ბეროშვილი არ არის მსახიობი. ვინმე იტყვის, რომ ილო ბეროშვილი ახლა მათი ახლობელი იყო და ამიტომ ათამაშეს? არა, როდესაც ადამიანი ხო, კარგად, მაგრამ ცუდად თუ თამაშობს იტყვიან. ხო. და ამ დროს ზოგი ცუდად თამაშობს, მაგრამ არც არავის არაფერი არ არის. უბრალოდ ესე მოხდა. დაასახელეთ ჩცდ-ს ყველაზე უნიჭო მსახიობები. ქართულ YouTube-ს ოდესმე რეიტინგით უნდა? აი ესე უნდა ადგე და დაასახელო. ხო და ეხლა მე მინდა რეიტინგი. იცი რა, მაგდენი ვაშკაცობა რომ მქონდეს მე. აქ კი არის ჩდებოდი. ცოტა კიდე სხვა სიმართლეებს ვიტყოდი და ამის გამო არ მოვაკვლევინებდით. აი მაგალითად შენს გადაცემაში გააკეთებდი რუბრიკას სამი ყველაზე კრინჯი ავტორი არა, სამი ყველაზე თანამედროვე ავტორები, რომლებსაც თავი ნიჭიერი გონიათ და არიან უნიჭოები. აი ესეთი რუბრიკა. ან მაგალითად რატო არ აკეთებ? ხო და არა, ჭირდება, რა თქმა უნდა, ამას ჭირდება სხვა ტიპის გამბედაობა და თავის გადადება. ხო და მე ვამბობ, რომ დამარეგისტრირეთ პირველ ქართველ ვაშკაცს იუთუბერად, თქო? არა, და თან არ არის ეს ფლად ისეთი ვაშკაცობას კი ვეძახით ხუმრობით, მაგრამ აი რატო უნდა აწყენინო ადამიანს უკვე ჩავლილ სერიალზე? რომელიც ახლა ზის სახლში კარგად არის და უცებ თვითონ ვერ ხვდება, რადგან თამაშობს, რომ ცუდად თამაშობს და ეტყობა თავის ახლობლებიც ეუბნები, რომ კარგად ითამაშე. და შენ ახლა კორტიზოლი უნდა გამოაყოფინო ტყუილად. მიალანძღოდ, რომ იმიტომ რომ შენ დაგიწერო 345,000 ვიუ. რა გამოაყოფინო? იმიტომ რომ სიმართლე, კორტიზოლი. სიმართლე, ნორადრენალინი, კორტიზოლი, ჩაიწერე. ჩავიწერე. ნორადრენალინი, ანუ კორტიზოლი. ყველაფერს სხვათა შორის დავაკვირდი და მაყურებელიც შენიშნავდა, რომ ყველაფერს, რასაც ლაპარაკობს, მაინც აი მიდის მეცნიერება, მედიცინა, ბიოლოგია, აი ყველაფერს აი ესე ხსნი. არ ხსნი ესე არის. მე ასე ვეუბნები იმ ხალხსაც, ვისთანაც ვსწავლობთ ამ ამბის თხრობის ისტორიას, რომ შენ ახლა მაგალითად ძალიან რო გშიოდეს, ან ძალიან გეძინებოდეს, აი ახლა აქ და ამ წუთას. არ მომისმენ, რასაც არ უნდა გიყვებოდე. იმიტომ რომ ჯერ ხარ ფიზიოლოგია, ადამიანი, შენი ჰორმონალური სისტემა, შენი გონებრივი შესაძლებლობები და მერე ხარ ისა წამყვანი და კრეატორი და რა ვიცი, რაც გინდა ის. იქ ყოფილა შემთხვევები სერიალში, რომ რაღაცნაირად ლამაზად, იმიტომ რომ ჩემ პროდიუსერებს და რეჟისორებს ჩემგან განსხვავებით მეტი ემპათია აქვთ ნამდვილად ამას ხუმრობის გარეშე და ადამიანს ესე ვერ ეტყოდნენ, რომ წადი. და ამიტომ ჩვენ ამას ვაკეთებდით რაღაცნაირად რბილად ეს ხაზი დამთავრდეს. ეხლა ვინც გამაბრაზებდა პირდაპირ კლავდი, რა თქმა უნდა, ესე პირდაპირ მიწაში ჩაწვენა, მაგრამ ყოფილა ესეთ შემთხვევებიც. ორჯერ. ორჯერ? მე ერთი მახსოვს. არა, ერთს ხლაპუშკა რო ესროლე. ხლაპუშკა რო ესროლე. ოღონ ორივე შემთხვევაში თავად იყვნენ ამის მიზეზი და არა ის, რომ რომელიმე ცუდად თამაშობდა, ან ერთი იყო გურანდა გაბუნია, რომელიც ამბობდა, რომ ოთარი იმ ქვეყნად გადაირევა, რომ ამ სერიალში მონაწილეობ, ანუ არ მოწონდა ჩცდ. არა და მაგის ხაზი მე ძალიან მიყვარდა და მათთვის წერა, იმიტომ რომ თინა მახარაძეს და ნინო ბურდულიც საოცრად თამაშობდნენ აი ამ თავის როლებს და გურანდა არ ვიცი რამდენად, მაგრამ თამაშობდა. მართლა მაგარი იყო, იმიტომ რომ მე მგონი არა, მგონია რომ არ თქო და მაგას ვამბობ. ხო და მეორე იყო, ხო, ჩიკა, რომელიც უბრალოდ სხვაგან წავიდა სამუშაოდ და ჩვენ რა უნდა გვექნა მოვკალით. ხო იცი იმაში რომ ტუციში. ხო. ზოგმა ხელფასის მომატება რომ მოითხოვა მოკლა. მიასიკვდილე ეგრევე? არა, ეგეთ შემთხვევაში ჩვენ არ სხვათა შორის ერთ მსახიობს. საწყალი ქართველი მსახიობები იღებენ ძალიან ცოტას. მართლა. ბახვას ვეუბნებოდი ხოლმე, ვემუქრებოდი ერთ რაღაცაზე თუ ვიჩხუბებდით, ეხლა კეთის ვთხოვ მეთქი რომ იგასიკვდილოს მეთქი სერიალში თუ არ გააჩერებ ენას. აი ხა ხალხს ეგონება რომ მე შენ თხოვნებს ვასრულებდი სერიალში. დაეგონოს რომ მე ეგეთი ძლევა მოსილი ვარ. მე ეს მომწონს. მაგრამ ძალიან ცოტას რო უხდი მსახიობს. იქ HBO-ს პროდიუსერებით ვეღარ ელაპარაკები მე რეიცი? რომ პახმელიაზე ნუ ხარ. თან ეს ქართული ის რა არის, რომ აი წარმოიდგე დუდუ. დუდუ აი სერიალში ყველაფერს აგვარებს. იქ დარეკავს, იქ მივა, იქ მიწერს, რაღაც და
ამ დროს შეიძლება დილით შეგხვდეს ორნაბიჯში, ისიც პახმელიაზე, შენც პახმელიაზე და ნუ რაღაც ეს დისტანცია და რომანტიკა თბილისში და საქართველოში არ არის რაც დიდ ქვეყანაშია, რომ ის სადღაც თავისთვის ჰოლივუდში ცხოვრობს, შენი მის ცხოვრება გაინტერესებს, მაგრამ შენთვის არის მიუღწეველი და მიუწვდომელი და ამიტომ ესე ინსტაგრამზე თუ რაღაცას გადმოგიგდებს და ნახავ და აქ ეს ხდება ყველაფერი ძალიან პატარა სოციუმში და ამის გამო მაგალითად ქართულ მისტიკას ვერ გადაიღებ რა, აი რაღაცნაირი ახლა შენი მეზობელია მე-7 სართულზე, ვინც უნდა ითამაშოს სატანა და ნუ რაღაცნაირად არ გეშინია. ანუ ეს როგორ შეგიძლია? აი უცებ წამის მეასეთში, აი რაღაცნაირად რომ მოარტყა, ისეთი იუმორი გაქვს. ეს არის ის, რასაც ჩვენი წინაპრები ვიკა უწოდებდნენ ღვთიურ ნიჭს. აი შენ რომ სცენარს წერ და სიტყვებს რო წერ. გინდა რომ ზუსტად ისე თქვას მინდა რომ ეს სიტყვები იქცეს წინადადებად. დედაჩემი ამბობდა ხოლმე ვიღაცებთან რომ გინებებსო მსახიობები ამატებენო და არა მე წერდი გინებას. მინდა ხალხო იცოდეთ რომ ცუდ სიტყვებს ჩემი წერდი სცენარში. მაგრამ არა ხო რა თქმა უნდა ამას ქვია საკუთარ თავზე მორგება. მაგრამ მე რო სპაგეტს ვუწერ მსახიობს არასწორად. ესე იგი 100-ია საჭირო. იმან არ უნდა არა ხო იმიტომ რომ ხო არის ხალხი რომელიც ისხმარობს არასწორად სიტყვის ბოლოში და მე მინდა რომ ეს პერსონაჟი ამის ჟიურს ვისკს და სპაგეტს ეგრე ამბობდეს და ის არა აქ იუნდა და რატო მე მაგდენი მეც ხო ვიცი სცენარისტმა რომ სპაგეტია და ალბათ ხო ალბათ მაგრამ ესე აი ჩაუსწორებიათ ხოლმე მან დიკარგება ხასიათი ხა სიტყვა ჩაასწოროს დედავატირეს მაგივრად კარგი ვატირე თქვას თუ კეთილები აგინოს ეგ თავის გადასაწყვეტია შეიძლება იქვე რა სიმწარის თუმცა ამასაც აქვს მნიშვნელობა გაბრაზების რა ლეველზეა პერსონაჟი მაგრამ მე რაღაცას არასწორად თუ ვწერ არ გულისხმობ იმას ტაიპოს და რაღაც მეგრელებს ქონდათ ამ ხრივ სრული თავის იმიტომ მეგრული სინტაქსი არის სხვანაირი და იქ ვითხოვდი მე რომ ეს შეას თუნდაც ქართულად ლაპარაკობდნენ მაინც ის ნოდარის დაურეკე ხო და ლევანის ჩემი მეგრელები და აქვე როცა აღდგება ჩუცუდუ მეგრულ ხაზში მიხილავთ მე ეს სიახლე მინდოდა მე თქვა ჩემ მაყურებლისთვის არა მეგობრებო გატყუე ამას ამოჭრე რომ ვატყუებ ამას არა ქონია ეგ განცდა რომ ეს განსაკუთრებით კარგი გამოვიდა ეს სცენა ეს მე მაგალითად შემიძლია რაღაცები გამახსენდეს ბევრი ერთი არა არ აი ტაფის ჩარტყმის სცენა მაგრამ აი მე მაგ სცენასთან იცი რა პრეტენზია მქონდა ეხა ბარემ ჩაგეჭრები რომ ნამდვილი ტაფა ჩაარტყეს და შესაბამისად მთელი ძალით მოქნეული ვერ იყო და არ ვიცი ტაფის მაგაზე მე იყო ჩვენ მქონდა მთელი ჩხუბი რომ რატო ტაფის ბუტაფორი არ დამზადა რომ აი ეხა ბაქარის ცოლს ვინც თამაშობდა აი უყურე შენ ეს ჩვენ არ გვიფიქრია მაგრამ იმიტომ რომ ეს მაყურებელი მაგას ესე ვერ შეამჩნევს, იმიტომ რომ მოიჭრა დროულად. ნამდვილ ტაფას მთელი ძალით და მოწყვეტით ადამიანს ვერ ჩაარტყავ თუ მართლა მოკლას არ უპირებ და არ უპირებდნენ ერთმანეთს მართლა დახოცვა ძალიან კაი ურთიერთობა ქონდა და მაგ დროს ვზადებ და ბუტაფორია ტაფა უნდა ჩაარტყა, მაგრამ თვითონ ეგ სცენა კონცეპტუალურად იყო ჩემი სათქმელი. აი ტრანსგენდერის მკვლელობის სცენა იყო ძალიან ემოციური, აი რაც სულ მემახსოვრება. ქეთის და ზაზას სცენა. ტრანსგენდერები იყვნენ უკმაყოფილოები ზოგიერთი, რომ რატო აკეთებ იმას, ისაც კლავენ და შენ კიდე მოკალი. მაგრამ მე ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ რაღაც დროს ემპათია გამოვიწვიო ადამიანებში პერსონაჟის მიმართ და არა იდეალური სამყარო, სადაც ტრანსგენდერები ისე ჩვეულებრივად იწყებენ მუშაობას, ხდებიან პრემიერ-მინისტრები და ასე შემდეგ. ანუ ეგ ჩვენთან რაც არ ხდება, ანუ ჩეცილი არის რეალობის რეკონსტრუქცია. და გეუბნებოდნენ რომ ნარკომანს ნუ ეძახი დამოკიდებულ ადამიანს. არა, იქ იყო ესეთი რაღაც, რომ ნარკომანი ყველაფერს იკადრებს. ამას ამბობს ნარკომანის დედა იმეორებს სტერეოტიპს ნარკომანზე. და ეხლა მე რომ თხოვს, თქვათ, ვიღაც ამ საქმის სპეციალისტი, რომ დედამ იქ ლივლეტებით იაროს და საინფორმაციო ის ატაროს შულთან, ეგ არ არის ჩიცილდ, ეგ არის დოკუმენტური ფილმი ცნობიერების ასამაღლებლად. მე ხო ეს ქალი არ მყავდა ნარკოლოგად იქ გამოყვანილი. ეს ხო არ იყო სცენა, სადაც ნარკოლოგი ეუბნება მაგალითად ადამიანს, რომ ნარკომანი ყველაფერს იკადრებს. და ამასთან საფუძველი ხო აქვს ამის თქმას დედები ამას რატო ამბობენ?
რომ უკვე სახლიდან გაუყიდეს ალბათ რაღაც იმ თავის მალევანიკოებმა, ხო? ამას აღწერ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი. ЧЦԴ ყოველთვის იყო ლუპის ქვეშ რეალობა და ცოტა კარიკატურა იმის, რაშიც ვცხოვრობთ. ეხლა ჩემთვის ეს უკვე ჟანრის კრიზისია, ქოცების მე-13 მმართველობა არის ЧЦԴ-ზე ბევრად გროტესკული, ამიტომ ЧЦԴ ეხლა ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, როგორიც იყო აქამდე უпростоრად. ამიტომ ჩემთვის ეხლა ЧЦԴ რო იყოს, იქნებოდა რა დავინახეთ ბოლო წლების საქართველოში ჩვენ. ბოლო წლების, ბოლო 2 წელიწადში ჩვენ დავინახეთ, რომ ყავს ზღაპრის გმირების დონის პერსონაჟები ქვეყანაში. არარეალურად, აქამდე რო არ გვეგონა, ის კი არა რომ ადამიანი თავისი ცულითა და კარგით, არა, მზიამაღლობელი ყავს. ანუ ადამიანი, რომელზეც აი რაღაც ჰეროიკულს დაწერა. ამიტომ შენ ეხანდელი რეალობა გაძლევს საშუალებას და მზიასთან ყველა. მათ შორის ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეგენი არ ჩასხდებიან, იმიტომ რომ ყველაფერზე შევლენ პარლამენტში, ანუ სულ ამცირებდნენ. ჩემთვის ეხლა საუბედუროდ ქვეყნისთვის რეალობა გახდა ძალიან შავთეთრი. იქით ყავს პაპუაშვილი, რომელიც ისეთ რაღაცას იტყვის, რომ თავმოყარი ადამიანი პირიდან არ ამოუშვებს, საკუთარი ქვეყნის ღალატს ასე საჯაროდ არ აიღებს საკუთარ თავზე არტიკულაციის დონეზე და აქეთ ყავს პოლიტპატიმრები, რომლებიც არიან უზადო გმირები. მართლაც. და აი ამიტომ ამ განსხვავების ჩვენება ეხა ჩემთვის იქნებოდა, ანუ მათი მე რო დამეწერა მაგალითად ანდრო ჭიჭინაძეზე, მზია ამაღლობელზე, ანასტასია ზინოვკინაზე, მაგალითად თუ მინდა ვუთხრა რომ ყველა რუსი ერთნაირი არ არის, ხო? ანტონ ჩეჩინზე, რეზო კიკნაძეზე, ნებისმიერზე, აი ვისაც სულ ვახსენებთ, ხო? და ჩვენ სულ გვაქვს ეს უხერხულობა, მე და შენ გვილაპარაკოთ, აი ვინმე რო არ გამოგრჩეს, გეშინია ის ერთის გვარის და მე ამიტომ ვცდილობ რომ ყველა ერთად მოიხსენოთ, მაგრამ თითოეულის ბიოგრაფია ჩემი აზრით იძლევა საშუალებას, ახლა ზვიად რატიანის ქვეყანაში ცხოვრობ, ხო? რამე გადაჭარბებული იქნება მასზე რომ მოყვე სერიალში? ვინმე იტყვის რომ ეს არარეალურია? ან იმაზე მაგდ ხარება რო იყოს, ახლა ზვერაძე რომ მყავდა, ისე მახსოვს დამიწერეს კომენტარი, რომ ესეთი პოლიციელებიო ნაცების დროს მოიკითხეთო. იმიტომ რომ ეს მაშინ გავიდა, როცა ჯერ არ იყო ესე მთლად ცხვირპირის დამტრევაზე და ცემატყეპაზე, ასე ამდენ, მაგრამ აქეთკენ რომ მიდიოდნენ ეს მე დავინახე. მან რომ მიდიოდა ყველაფერი, ეს იყო ცხადზე ცხადი. და აი ამიტომ აი ეს უარყოფითი პერსონაჟებიც გახდნენ ძალიან ესეთი გამოკვეთილი. ეხლა ალბათ იქნებოდა ЧЦД არა გროტესკი, არამედ რაღაცნაირი აი ჰოლივუდური და ბოლივუდური ზღაპარი კეთილსა და ბოროტზე. ახლა ალბათ ხშირად ფიქრობ, რომ რატომ ეხლა არ ვწერს სცენარს? გაქვს ეს განცდა? კი, ძალიან მინდა. ეხლა ზუსტად აი ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ჩვენ ლაპარაკობ, მგონია რომ გაქვს ეს განცდა, რომ აი ეხლა მე უნდა ვწერდე სცენარს ამ ყველაფერზე, აი ამ ყველაფრის გავლენის ქვეშ ვყოფი. კი, და მითხრეს რომ დაწერე მერე, მაგრამ სცენარი ეგრე არ იწერება. თუ არავინ არ, ეს არ არის წიგნი, მოთხრობა და რომანი, რომ დაწერო. ამას ჭირდება გადაღება. გადაღების გარეშე ის არაფერი არ არის. ნახევარ ფაბრიკატი. აი როგორც გაყინული პილმენი არ არის, საჭმელი და უნდა მოხარშო. სერიალს აქვს სოციალური პასუხისგებლობა. სოციალური პასუხისგებლობა, ეგ როგორ რაღაცა შენი არჩევანია, როგორც ადამიანს, როგორც მწერალს, როგორც წამყვანს, გაქვს თუ არ გაქვს. მაგრამ ჩემი კეთილი ნება ეს, რომ სოციალური პასუხისგებლობა ავიღო, თორე ისე ახლა სცენარისტს არ ისწავლება სასცენაროზე სოციალური პასუხისგებლობა, მაგრამ მე ახლა მაგდეთ რომ მეუბნები რომ ცუდი რაღაცა ხდება და ის რა ვიცი ახლა მქონდა ჯეკოს სასამართლო სცენა როგორი მინდა რომ იყოს სასამართლო და რა ახლა გადაიღეს კოცებმა ეგრე უირაკაია ჩვენც ესე გავაკეთოთო ძალიან ხშირად გთაგავენ და გეუბნებიან და ეხლა განსაკუთრებით სხვადასხვა ЧЦԴ-ს დასრულების შემდეგ მოიმატა ამ თაგებმა გთაგავენ შენ, არ ვიცი, კვირაში 3-ჯერ რო არ დაგთაგონ რაღაც ამბავზე და რო არ დაწერონ რომ ქეთი დევდარიანი არის ვანგა აი ზვერაძე ახსენე იქ ზურა ჯაფარიძის გამოსვლის სცენაც იყო ЧЦԴ-ში შაგურო გამოდის და არავინ არ დამხვდაო რო ჭედავს ზურა ჯაფარიძეს არ გაუჭედია ოღონდ
ხო, ნუ ახლა იმიტომ რომ სხვა საქართველოში გინებების ჩცდში სხვებს იჭერდნენ და ჩვენ რეალობაში სხვებს. გინების აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტი, რა ვიცი, იმდენი რამე შეიძლება ახლა გამახსენდეს, რაც დაემთხვა. წინასწარმეტყველება ხო არ არსებობს, ეს ხო ვიცით ყველა. მაგრამ ეს ვანგა იყო კგბ-ის აგენტი და რატო უნდა მომეწონოს ახლა მე რომ აბრალებე რომ ხარ ვანგა და ისა მოსტრადამუსი. მოსე ხარ? ანუ არაფერი არ ვარ. არა, მე მაქვს ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მართლა, იმიტომ რომ ესე უფრო შეიძლება ცხოვრება ესე უფრო მისტიური და მიმზიდველი ჩანს რომ დაიჯერო წინასწარმეტყველება არსებობს. არ არსებობს არანაირი წინასწარმეტყველება. წინასწარო რამე ვიცოდე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდა. უბრალოდ მაღალი ალბათობის ეჭვი გიჩნდება, რომ ვიღაც რო დაადგება მოლიპულ გზას, აი ხა ასრიალდება. შეიძლება არ ასრიალდეს, მაგრამ ასრიალდება. უმეტეს შემთხვევაში თუ მით უმეტეს ისეთი რაღაცაცვია ფეხზე, რომ მაკეთკენ მიდის. ჩემთვის აბსოლუტურად ყველა დებილია, ვინც ვერ ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსული პროექტი. ეს შენი ლეგენდარული სტატუსი, რომელიც 2012 წლის 25 ივნისს დაიწერა და მას შემდეგ გაგერ უკვე 14 წელია გასული, დრო და დრო ასე ცოცხლდება და როგორც ჩანს, ეს აღმოჩნდა ტყუილი. კი. იცი რა, ზოგჯერ ისეთი ჭკვიანი, ლამაზი და კარგ ოჯახში აზრდილი ხალხი ცდება, როგორც ვარ მე. დანარჩენი ხო ყველაფერი გაარტყი და ჩემი კითხვა რატო შეცდი აქ ეს იყო როგორ დაგემართა ეს? ეს არის ჩემი მიშისტობის ბრალი, იმიტომ რომ მიშისტებს უეჩვენებოდათ ყველგან ელანდებოდათ რუსეთი, ყველგან. იცი რა. ეხა როგორ დაწერდი ამ სტატუსს? ეხა დებილს არ დავწერდი, მაგრამ ხალხო გონს მოეგე თუ რა ვიცი, არა, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემ პოზიციას დავაფიქსირებდი, რომ ბიძინას არჩევა არის ფატალური შეცდომა, რომელმაც შეიძლება ამ ქვეყნისთვის მოიტანოს ბევრად მეტი უბედურება, ვიდრე რომელიმე ხელისუფლებას ტაქტიკურ თუ სტრატეგიულ ნაბიჯებში მინდა ვთქვა აუცილებლად, რომ იმ სტატუსში თავი არ მოიაზრონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც შეცდომით ჩათვალეს, რომ ბიძინას ფულს ქვეყნის ასიკეთოთ მოიხმარენ და 2015 წლამდე თუ გახსოვს, ასეც იყო რაღაცნაირად, რომ იმ პროდასალურ რელსებზე შემდგარ ქვეყანას, რომელსაც ერქვა მაშინდელი საქართველო 2000 სადღაც 16-17 წლამდე მეტნაკლებად გაიხსენე ვინ იყვნენ ჩვენი ელჩები. რამდენი საქმე კეთდებოდა მაგალითად ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად. უვიზო ხო გვაქვს ახლა, ნუ ეს ეგრევე მოვიდა და всё მოგატყუეთ რუსები ვართ ხო არ უთქვამს. ანუ რაღაცები გრძელდებოდა და ეს ამ ხალხმა იფიქრა ეს რომ აი ამ ბიძინას ჩვენ შეიძლება ბიძინა არის ცოტა რუსული ტიპის პრემიერი წავა და ნელ-ნელა გადავაწყობთ. გადავირჩევთ ეს ჩვენი ამოცანა იყო მისი დროზე გადარჩევა. მაგრამ აი ეხლა იგივენაირ სისულელეთ და დებილობად მიმაჩნია აი ნაცქოცის ძახილი. თავარი განმასხვავებელი არის ვინ ამბობს ამას, იმიტომ რომ მართლა ასე გონია. ესეთი უკვე ბევრი აღარ არის მე მგონი. იმიტომ რომ მე ოჯახშიც კი მყავდა ხალხი, ვისაც აი ნაცებზე უბრალოდ რა გითხრა, რა ემართებოდა, მაგრამ ხვდებიან, რომ ქვეყანაში მაშინ რაღაცები კეთდებოდა ქვეყნისთვის და რაღაცები შავდებოდა ადამიანებისთვის ამასობაში. საბოლოო ჯამში იმ ეპოქას ზოგიერთი ადამიანი, ვინც მაშინ იყო ნაკლები დემოკრატიის კრიტიკოსი, პოზიტიურად აფასებს ამ მდგომარეობას და ვისთვის დღეს ნაცი და ქოცი გახდა ერთი და იგივე და ორივეს უნდა ებრძოლოს. მით უმეტეს როცა ნაცია და როცა ქოცია ქოცი იყო. ვინ არის? არის ხო, დებილი რა თქმა უნდა. დებილი არა, მავნებელი, ბოდიში ამერია. ის ვინც ამას სპეციალურად აკეთებს, ძალიან კარგად იცის ამას რატომ აკეთებს. ატოლებს მაგალითად ამერიკა და რუსეთი. ხო, რო ერთი და იგივეა, ნაცი და ქოცი რო ერთი და იგივეა. პრინციპს ვამბობ, როგორ დაამცრო ერთი მოცემულობა მეორის სასარგებლოდ. ამერიკა და რუსეთი რო ერთი და იგივეა, აქ მოგებული ვინ არის?
რუსეთი. და ნაცი და ქოცი რო ერთნაირი აქ მოდებული ქოცი. როდეს მიხდი პირველად რომ პრორუსული ძალა იყო ბიძინა. წერილი წავიკითხე და იმ წუთას და მე არა იმ წუთას არ გამიელვა მანამდე. იმ წუთას არ გამიელვა, უბრალოდ ვიფიქრე რომ ეხა ფული აქვს და პრორუსულ ძალებს მისცემს ამ ფულს. რასაც აკეთებდა მანამდე, ეხა მე ხوار აი ესე დავჯექი და კი არ გამომეზმანა ეს. ბადრი პატარკაციშვილი აკეთებდა იგივეს მანამდე. ბადრი პატარკაციშვილი რომ მოკვდა თებერვალში, მერე გადაიბარა ეს საქმე ბიძინა. მანუ რუსეთია ყოველთვის აკეთებდა ამას. ძალიან ადვილი მისახვედრი იყო ბიძინას ინვესტიცია რაში იდებოდა. ლოიალობაში, ქებადიდებაში, რომელიც თურმე მას არ უყვარს, ქებადიდების სიყვარული ის არ არის მარტო რომ შენი პორტრეტი ჩამოაკიდებინო ყველას ოთახში. ხა ჩვენ არ ვხედავთ რომ ხა რომ მიდიხარ ქალაქში ბიძინას ბანერი არ კიდია. მაგრამ ეს ახლა ნუ საქართველოში იცის კარგად რა. აი ამ კაცს ვერ დაუკარგავ, რო ამბობენ რომ ჭკვიანი არა ის არის, ჭკვიანი არის. არ არის ინტელექტუალური, არ არის კეთილშობილი, არ არის სულგრძელი, არ არის დიდი ადამიანი და ვიზიონერი არ არის. თორე ფული როგორ იშოვოს, ხალხი როგორ დააბოლოს და ინვესტიცია რაში ჩადოს, რომ კიდე ორმაგი ამოიღოს, ეს იცის. ჩემი აზრით, მეცენატს რო დაუძახებ ადამიანს, ის არ შეიძლება კონკრეტულ მსახიობს, მომღერალს, ან თუნდაც მეცნიერს, რომელმაც რაღაც ამ წარსულში კარგი მოიგონა, ფულს ჩუქნიდეს. ფული შეიძლება ჩაიდოს პროექტში, რასაც აკეთებდა მაგალითად სარაჯიშვილი, ხო? მდიდარმა ფული თუ შენ ხედავ, რომ მდიდარი ფულს ხარჯავს საზოგადოების უკეთ გახდომისთვის. თუ მდიდარი ეხმარება კლინიკას, რომელშ შეისყიდოს აპარატურა, მიიღოს განათლება, რომ მერე უფასოდ მოემსახუროს მაგალითად ავადმყოფ ბავშვებს, ეს არის ნამდვილი ქველმოქმედება, დახმარება და პროგრესში ჩადებული ფული. მაგრამ თუ ყველა ჯერზე მშობელი უნდა მივიდეს და 20 ლარი თხოვოს, ეს უკვე სხვა ტიპის ინვესტიციაა. თუ შენ ქართულ თეატრს აძლევ ფულს, რომ კონდეს გასტროლი, გააკეთოს კარგი სპექტაკლი, შეიძინოს ყველანაირი დეკორაცია თეატრს, თეატრის განვითარებაში და ფულს და არა მსახიობში, ეს არის შენი კულტურისა და თეატრისთვის გაღებული ქველმოქმედება, მაგრამ თუ კონკრეტულ ჭიჭიკო ბენდელიანს აძლევ ფულს, რომ შეგაქოს, ეს არ არის ქველმოქმედება. ჩემთვის როგორც ფსიქოტიპი, რა თქმა უნდა, საინტერესოა, ხო? მას არ მოწონს, როდესაც რაღაც სპონტანური ხდება, ანუ მისი დაგეგმილი და ნამოვარდნილი და ამ ჩემი აზრით ოპოზიციასაც და ხალხსაც მუდმივად ამაზე უნდა ეზრუნა და არა იმაზე, რომ ბიძინას დღის წესრიგს პასუხობდეს, მათ შორის იმით, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია ერთმანეთში როგორ მოგვარდება, ამას გვაყურებინებენ და მეორე ეს არის, როდესაც ის რაღაცაზე ხედავს, რომ ვიზიონერი აღარ არის და თავისი ეს რაღაც ვიჟენი არ იყო. აი ვერ გაწვდა მისი თვალსაჩინო და ეს აქვს შიში. როგორც კი დავიჯერებთ, რომ ზუსტად ისეთივე სასტიკები არიან ქოცები. როგორიც არის პუტინი, აიათოლა და ლუკაშენკა და სხვა დიქტატორები, პოლ პოტი და ვინც გინდა, ყველა ვინც ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს იკადრებს. უბრალოდ რატო არ აკეთებენ? შენ მკითხავ ახლა აუცილებლად, რომ აი პოლ პოტს ამდენი მსხვერპლი ყავდა, პუტინი აგერ ნავალნის კლავს და ეს მხოლოდ იჭერს, მარავის ჯერ არ კლავს. არ ჭირდება საქართველოში ეგ. არ აქვს ჯერ საქართველოში ეს რეალობა ბიძინა ივანიშვილს, რომ ასეთი ბრუტალური მეთოდები გამოიყენოს. მაგრამ თუ ვინმეს გონია, რომ ბიძინა ივანიშვილს ვინმე შეეცოდება, ვინმეს დაინდობს, ვინმე თუ გზაზე გადაეღობება, არ მოაკვლევინებს, ძალიან ცდება. ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ესენიც არიან ძალიან სასტიკი ბრუტალური ძალა, დიქტატურაა საქართველოში. უბრალოდ ეს იცი რა არის? არის საჭიროებები. ახლა თუ დადიხარ არც იმ მოსკოვში მაგალითად, ხო? სანამ ოპოზიცია არ გახდებოდა ისეთი ძლიერი, როგორიც იყო ნავალნი, როგორც აი ახლა იგივე მაგალითად აი ნემცოვი რო აიყო, რა ისეთი რეიტინგი ნემცოვს ჰქონდა. მაგრამ პუტინს ჰქონდა ეს რაღაც საჩვენებელი დასჯები. ჩვენ რა გვაქვს საჩვენებელი დასჯა? რაში ჭირდება მაგალითად ძია ამაღლობელი ციხეში ბიძინა ივანიშვილს?
აი რაში უშლის მზია ასეთში ხელს, იმიტომ რომ აი ხა მზიას გამოქვეყნებულ სტატიებზე, ბათუმელების გამოქვეყნებულ სტატიებზე, რომ ამ ქვეყანაში ისეთი ამბავი ტყდებოდეს, ან ნოდარ მელაძის გამოძიებაზე, ან ქაშიკას რაღაც სიუჟეტზე ისეთი ამბავი ტყდებოდეს, რომ ქოცები ვერ ასწრებდნენ შენობებიდან, მაშინ მესმის რატო შეიძლება რომ ჟურნალისტი მე კი არ მესმის თეორიულად და პრაქტიკულად გასაგებია დიქტატურას რატო არ ჭირდება ასეთი ჟურნალისტი გარეთ. მაგრამ ეს კორუფციაზე სტატიები ხო ესე არხეინად მიდიმოდის, მაგრამ საჩვენებელი დასჭა, რომ ზია ამაღლობელი უნდა დასაჯოს. ისე, რომ საკუთარ მომხრეებსაც კი ეშინოდეთ. სისუსტის გამოჩენა ჩაითვლება ნებისმიერი ადამიანურობის გამოჩენა. აი პოლიტიკოსებს თუ დააკვირდები, ზოგადად პოლიტიკოსის პროფესიას ვინც ირჩევს, რაღაც მომენტში უცებ მერე ბრტყელდებიან ხოლმე, იმიტომ რომ თავისუფლებას არ აძლევენ, იყვნენ ადამიანები, რაღაც შეეშალოთ, რაღაცა სისუსტე გამოავლინოთ. ხანდახან თუ ამას რომელიმე პოლიტიკოსი აკეთებს, ან იხუმრებს, ან რაღაცას ისე იტყვის რა, შეცდომით, რა დღეში აგდებენ. ანუ პოლიტიკოს აკრძალული აქვს, მე ჩემი მეგობარი პოლიტიკოსებისთვისაც მithქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ტროლბოტებმა გადაგჯეგონ, ამის უფლებას ჩემი პროფესია ითვალისწინებს. და მე ხა გეკაიფეთ, გეხუმრეთ და ირონია მქონდა, პოლიტიკოსი ამას ვერ ამბობს. მისი სტატუსი და პროფესია ამას გამორიცხავს, რომ ეღადაოს ხალხს, ხო? მით უმეტეს ასეთ ნერვებდაგლეჯილ საზოგადოებაში. ამიტომ რაღაცნაირად ბრტყელდება ხოლმე აი პოლიტიკოსის ჯერ ლაპარაკი, ტონალობა, ეს მთელი ეთოსი, პათოსი, ლოგოსი და მერე უკვე მთლიანად თვითონაც უკვე მერე თავადაც ვეღარ დაელაპარაკები რა, რაღაცნაირი დახსასვავს პროფესია ადამიანს. რატომ მოგწონდა სააკაშვილის ხელისუფლება და პერსონალურად მიშა სამი მთავარი მიზეზით ამისახელე? ჯერ ეს ერთი ადამიანი რაღაც ოთახის ტემპერატურის IQ-ს რო აცდება და საკუთარი სხეულის ტემპერატურის IQ-ს რო აცდება, უკვე ისტი ვეღარ არის, არ უნდა იყოს, წესით ეგრეა. ამიტომ ეს მიშისტიც, იმიტომ არ მაღიზიანებს, მე არავისტი, არ შეიძლება ვიყო ვინმესტი თვინიერ ჩემი თავისა, ხო? მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ჯერ ეს ერთი მომწონს აი ამ ქოცების, რუსების და აი ამ ხალხის ჯინაზე, ვინც ცდილობს რომ მიშისტით გამაღიზიანოს, დიახაც მათთვის ვარ მიშისტი. მერე მიხეილ სააკაშვილმა ამ ქვეყანაში დაწყებული ბუნკერში ვირთხიდან, დამთავრებული იუსტიციის სახლით, საქართველოს ევროპეიზაციისა და ბევრი კარგი საქმე გააკეთა და ესე პიროვნულად ეხა მიხეილ სააკაშვილი მიყვარს, ნუ რაღაც ამ ხელა ქალი ვარ, როგორ შეიძლება მე პოლიტიკოსი არ მიყვარდეს, ან მძულდეს. მიყვარს მე ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები, ხო? მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ჩატარებული რეფორმები უფრო მომწონს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის, ედუარდ შევარდნაძის, ვასილ მჟავანაძის და მის კანდი ჩარკვიანის, სერგო ორჯონიკიძის და ასე, ქვემოთ დავით აღმაშენებელი ყველას მირჩევნია, რო ვთქვათ ასე. და ანუ გამიგეთ. აი ხლა აქ ბექა გვისმენს ყორშია და რაღაც კომენტარებს აკეთებს და სულ ის მახსენდება ის ქალი სერიალს რო უყურებს. ამან მოკლა, ამან. აი პროსტო ზის და კომენტარებს აკეთებს. კარგია, აი შენ შემოგევლე. აი ნუ არა, მე მანდ მიყვარს ყველაზე ძალიან. ერთს ვიტყვი რა, ყველაზე ძალიან რა მიყვარს ტელევიზორს რო უყურებენ, თქვა დედამთილი სერიალი და აქედან როზის მოხუცი ქალი, ნუ მოხუცი რა, ესე 75-80 და ნუღა ეპასუხები, რო არიგებს იქ რძალს. აი ესეა ეხლა ბექა ყორშია. შენ რო ლაპარაკობ თან კარგია, ეს რაღაც კომენტარებს აკეთებს. მოკლედ და ოპოზიციის კრიტიკის დრო არ არის? ნებისმიერი კრიტიკა და დაცინვა კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს არც შედეგს იწვევს, არც დიდი გაბედულება, რა ვიცი, ოპოზიციის კრიტიკაზე რო იჭერდნენ, მაშინ მაგარი იქნებოდა ოპოზიციის კრიტიკა, უდიდესი ვაჟკაცობა, რავი, აკრიტიკერ, ვინ გიშლის. აჯანსაღებს ოპოზიციას, ოპოზიციის კრიტიკა. ხო, აი შენ რო გააკრიტიკებ და ის რომ მოისმეს, მიდის და დიდ თვითრეფლექსიას იწყებს, ყველაფერს გადააფასებს და სხვანაირად უდგება. კი, შინაარსზე უფრო კონცენტრირებული ხდება და
კონკრეტულ იდეაზე, ვიდრე, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი დავამხოთ არ მუშაობს, საჭიროა კონკრეტული შინაარსი, კონკრეტული ხედვით გაერთიანო ადამიანები შენ გარშემო. და უნდა გაერთიანონ, მე ჩემი გაკრიტიკებით კი თავისი საქმიანობით. მე მაგალითად ეხლა მქონია რამდენიმე პოლიტიკოსთან თქვათ ესეთი შეხება, რომ გვილაპარაკე, რას ვხედავ მე, რომ როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ და რა უნდა გააკეთონ მათ და არა მე. მე ჩემი საქმე უნდა ვაკეთო, რაღაცებს ვეუბნები და მაგალითად აი ეხლა ხვალ ჩვენ როდის წვერთ ამ გადაცემას 21-ში ხო ზე გამოდის გიორგი ვაშაძე ციხიდან, რომელიც ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელზეც უსამართლოდ ავრცელეს რაღაც სტერეოტიპები, 10 წელი ალაპარაკეს ჩვენიანების და სხვისიანების, რომ პოლიტიკოსები გვერდით არ დაიყენოთ და ისინიც ამან რა თქმა უნდა ფორმიდან ამოაგდო, დააკომპლექსა და მესმის ეხლა რომ ყველა უნდა იყოს მაგარი ვაშკაცი და დავით აღმაშენებელი ვერ არის, რაც არის, ამათთან უნდა ვიმუშაოთ როგორებიც არიან. ამიტომ და მასთან მიგრძნია ეს რომ რაღაცას აი აინტერესებს ამ მომრჩევლის აზრი გისმენს გელაპარაკება ახალგაზრდებთან დგას მინახავს ხო და აი ახლებშიც მყოლია მეგობარი პოლიტიკოსები რომელთანაც აინტერესებთ მართლა ხო როგორ შეიძლება მაგრამ იქ მე გადაწყვეტილებას ვინ იღებს თქვათ ისეთ პარტიაში შენ რო ხა ვიღაცას იცნობ რაც აკეთებს და მე უცებ გამოდის მიტინგზე და ვიღაც ეუბნება რომ პოლიტიკოსები არ დაგვენახოთ და როცა უკვე თქვენს რომ მოდი დაგვენახეთ მერე ძალიან გვიანი იყო. ეხლა შალვა რამიშვილი რო გეუბნება ეთერიდან ბავშვებო პოლიტიკოსები არ გაიკაროთ. მუშაობს. თუნდაც ბავშვი იყო, ეგ ხო არ უნდა დაიჯერო, ხო და რომ მუშაობს ეხლა მაგას ქვია კონკრეტული დიაგნოზია ეგეთი რაღაცები რომ მუშაობს და მერე მეტყვით რომ უხეში ხარ, ამიტომ გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. შემდეგი კითხვა. ძალიან ხშირად ახსენე შალვა რამიშვილი და ძალიან ხშირად პოსტივებს და სხვა პროპაგანდისტულ არხებს და საიტებს მიაქვთ შენი ხუმრობები და ნუ ხუმრობ ხოლმე ესე. კი, სხვათა შორის ხედავ რომ ვერ მიაქვთ, ძალიან კარგად ხვდებიან რომ იხუმრე, მაგრამ საჭიროა რომ საკუთარ ამომრჩეველს თუ რა ვიცი, მაყურებელს შეასაღონ როგორც ჭეშმარიტება. ვიკა, შენ ახლა ხუმრობ მამასაც, მაგრამ რომ იცოდე, თვითცენზურა იწყება ზუსტად მაშინ, როდესაც ადამიანი იწყებს ფიქრს, რომ ხო არ ჯობია აი ხა ნერვების მოშლას, იქ რაღაც კომენტარებზე პასუხს, იქ ვიღაცას რომ აღარ ეყვარები ისე როგორც გიყვარდა, ხო არ ჯობია რომ მოდი გაჩუნდე და კიდე ერთი ჭიქა ყავა დალიო. ბოლოს მაგალითად წაიღეს ეს ხუმრობა. კაი, დავუშვათ წავიდა აიათოლა, ვინ მოდის? კი, ეს ხუმრობაც წაიღეს, მაგრამ იქ დადეთ ძალიან კაი ფოტო. ჩემი ძველი 15 წლის წინანდელი ფოტოდეს და ამიტომ რა ვიცი წაიღონ იცი რა არის მე როგორც კი ჩემ თავს რაღაცის თქმას ავუკრძალავ იმიტომ რომ მეშინია რა რეაქცია მოყვება ძალიან არ მინდა ეგეთ ქვეყანაში ცხოვრება იმიტომ რომ ჩემი იდენტობა პირდაპირ მიბმულია ტექსტებს ანუ ლაპარაკს რაღაცის დაწერას რაღაცის თქმას მე არ ვარ მაგალითად ექიმი რომ ჩემი საქმე ვაკეთო, თვითრეალიზებული ვიყო, ათასობით ადამიანი გადავარჩინო და თავი არა ადამიანად არ ვიგრძნო და ვთქვა რომ მე ჩემ ქვეყანას საქმეს ვუკეთებ, ხო? და რადგან ჩემი საქმე პირდაპირ მიბმულია ლაპარაკს, აზრის გამოთქმას, ირონიას, სცენარის დაწერას და ასე შემდეგ, ეხლა მე თუ ყველაფერზე ვიფიქრე რომ ეხლა ეს მარადისობის მიღმა საიტმა არ წაიღოს, ან შალვა რამიშვილმა, ან პოსტივმა, ან ვინმემ კიდე, ხო, ვინც გინდა იყოს, სულ ერთია. ну მაშინ საერთოდ ბავშვი პროფესია უნდა შევიცვალო. იცი რა, ახსნა განმარტება იუმორში, ხა ჩვენ ამ საქმეში ვართ ორივე და ყველაზე ცუდი რაც იუმორზე შეიძლება აკეთო, რომ ახსნა. ანეკდოტს რო ყვებიან და მე დაყვებ, თურმეო, შემოდიო, უთხრაო, აი ეს არ უნდა აკეთო. იუმორს არ ჭირდება, ვინც გაიგო, კარგად იყოს, ჩვენიანია, ეს არის ჩემი ტესტი ადამიანებთან ურთიერთობაში, ვინც ვერ გაიგო, ისინიც კარგად იყვნენ. დღეს რა სცენარით მიდის საქართველო, რა წინასწარმეტყველებდი შენ წინასწარმეტყველო ქეთი დევდარიანო საით მივდივართ. ანუ შენ ხო ამბობ რომ არ ხარ წინასწარმეტყველი, მაგრამ ხო ამბობ რომ როდესაც ადამიანი მოყინულ გზაზე მიდის, შეიძლება ასრიალდეს. მაგრამ შეიძლება არ ასრიალდეს. ხო და ჩვენ თუ მანამდე იმეცადინა დიდხანს და ჩვენ ასრიალდებით? ასრიალებულები ვართ, მაგრამ ხო ხვდები რა გულისხმობ გადავიჩეხები? ისე ჩვენ მივსრიალებთ ეხლა მთავარი კიდე რაღაცას არ შევასყდეთ გზაზე რა და მე მგონია რომ აი ეს რაღაცის მომენტუმი ერთი
როცა შეგვეძლო სიტუაცია საჩვენოდ გადაგვეტეხა, ამ მომენტუმმა ჩაიარა გულწრფელად რო თქვა, თუმცა ეს არ ნიშნავს ჩემი აზრით, რომ ჩვენ ასეთი მომენტუმები აღარ გვექნება. აუცილებლად იქნება, მაგრამ მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ ამას ჩვენ როგორ გამოვიყენებთ. რამდენი ადამიანი იქნება მაგ დროისთვის ციხეში და რამდენი გარეთ. როგორ ფორმაში იქნებიან ამ დროისთვის პოლიტიკური პარტიები, რა მოხდება ირანსა და უკრაინაში. ტრამპი როგორ ხასიათზე გაიღვიძებს დილას თუ უკვე სხვა პრეზიდენტი იქნება. ანუ იმდენი რამე უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, აი მაგას ეძახიან მედიცინაში შვეიცარულ ყველში წკირი ისე გავიდეს, რომ ყველა ნახრეტი გაიაროს რა. აი ძალიან ბევრი რაღაც უნდა დაემთხვეს, რომ რაღაც დამთავრდეს ძალიან ცუდად, მაგალითად მედიცინაში. აი ადამიანი ოპერაციის დროს რომ მოუკვდეთ, ბევრი რაღაც უნდა დაემთხვეს ცუდად. ასევეა კარგად რომ დაემთხვეს რაღაცა, უცებ რომ მოხდეს დიდი დღესასწაული გაუთენდეს გეოპოლიტიკური საქართველოს, ბევრი რამეზე უნდა ვიმუშაოთ, ბევრ რამეზე უნდა ვიშრომოთ, მაგრამ ბევრი რაღაც საჩვენოდ უნდა დაემთხვეს კიდევ სხვაგანაც. ანუ შეიძლება შიგნით ყველაფერი იყოს მზად, მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი იცი რა იქნება, რასაც ჩვენი ისტორიკოსი კოლეგა ბექა კობახიძეც ხშირად ამბობს ხოლმე, როცა ყველაზე გულდასაწყვეტი იქნება თუ ყველაფერი საჩვენოდ იქნება მსოფლიოში და ჩვენ არ ვიქნებით ფორმაში. აი ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც ამ ქვეყანას უნდა კი არა, რაც ამ ქვეყანას შეიძლება დაემართოს. ამიტომ ამაზე ძალიან მნიშვნელოვანია ზრუნვა, რომ არ დაგვემართოს ის, რომ ყველაფერი იყოს საჩვენოდ გარდა საკუთარი თავისა. ჩვენ ჰეროიკული ხალხი რო ვართ, ეს უკვე გამოჩნდა. რომ ის რომ ქართველები ესე ერთბაშად მოიხსენიო ლაჩრებად და არ შეიძლება. ხო ზოგადად კლიმატი, საერთო საკვები და კულტურული კოდები ახდენს გავლენას იმდენად, რომ ადამიანები გვანან ერთ ტერიტორიაზე ერთმანეთს რაღაცეებით. ბევრი საერთო თვისება აქვს, მაგრამ ზოგადად მასე ჰომო საპიენსებიც გვანან. შენ რა გონი ხა ნორვეგიელი ბოტი რამე განსხვავებულ წერს, უბრალოდ იმას არ აქვს ხა ეგ საჭიროება რომ დაწეროს, თორე თუ მოუნდა ანუ არ მგონია რომ ნორვეგიაში ბოტები დიდად ჭირდებათ, მაგრამ თუ ჭირდებათ ეს ქალი არ არის, კაცი არ არის, ყველა ეროვნების ბოტის მთავარი მამოძრავებელი სახელფასო ძალაა. შენ გაქვს პოდკასტი წიგნებზე, რაც ყველაზე მეტად შეიძლება აინტერესებდეს ახლა ჩვენ სტუმრებს. ცოტა ძალიან ბევრი ადამიანი გიხდის ხოლმე მადლობას, რომ ვკითხულობ კომენტარებში შენ. ხედავ რა კარგი კომენტარები მაქვს გინახავს? ძალიან კარგი კომენტარები გაქვს, იუმორის გარეშე ვამბობ ამას. გამორჩეულად კარგი კომენტარები გაქვს შენ. შენ თვითონ რა დაგპატიჟონ პოდკასტში ერთი წიგნი, რომელ წიგნზე ისაუბრებდი? მე რო დამპატიჟონ პოდკასტში, ვაიმე რა კაი კითხვა და კი არ მიფიქრია. მე და ლაშა რო ვირჩევდი წიგნებს, იქ ჩვენი საყვარელი ერთი წიგნი იყო ხოლმე. ამიტომ ყველა ის გადაცემა, რომელიც არის დაწყებული იუნესკო კლდიაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, აი ხო, ნუ სულ მინდა რა ბევრი საუბარი ჩვენ წერლებზე, რომელსაც ბიოგრაფიაც და ტექსტებიც საშიშად აქტუალური და ტრაგიკული აქვთ. ამაზე ვისაუბრებდი ალბათ. არსებობს წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ, თუ ასეთ ციებს რაღაცნაირად არ ემხრობი შენ? არა, მე გააჩნია ხა ვიღაცა რომ მკითხოს მაგალითად და ჩემთვის უკითხავთ. აი ჩემი მეგობარი მაგალითად მიდის მივლინებაში. ჩემი ძვირფასი მეგობარი, რომელიც დადის მივლინებაში, ექიმია. და მეუბნება რომ აი მინდა წიგნი რომ თვითფრინავში კარგად იქ ვეცა ეხ აქეთ რო ადამიანი გიზის და აქეთ უცებ რაღაც მარტინ ჰაიდეგერით არ გინდა რომ იჭდე ხო და რაღაცა ისეთი ცოტა ქალების შუახნის ამბავი კრიზისის იქ რაღაც მსუბუქი ცოტა ადვილად გასაგები, ან ნონ-ფიქშენი კარგი, ხო? თქვათ რაღაცა პოლიტიკური მასში უცებ რო გაერკვე, ან მე მაგალითად ძალიან მიყვარს მედიცინაზე წიგნის კითხვა. სწორედ თვითფრინავზე გამახსენდა დიდიონის წიგნი ავიტანე თვითფრინავში და ვიფიქრე რომ მე მეშინია ფრენის და კითხვა კარგად მას მიშვება ხოლმე გადამრთავს სხვა რაღაცას და პირველივე გვერდი გადავშალე თუ არა თვითფრინავის ჩამოვარდნეზე იყო წინადადება. და თან სიკვდილზე მთელი წიგნი, ასე ამიტომ წინასწარ ჯობია და აი მე თუ მადგენებ ასეთ სიას, რაც აი მივდივარ არდადეგებზე ბავშვებთან ერთად სოფელში და მინდა რომ აი ძილის წინ კარგად რო ჩამეძინოს პირველი 20 გვერდი რო სასიამოვნო იყოს და ლურჯმა ეკრანმა არ გამიფუჭეს, აი რას მირჩევ. ან აი მინდა რომ ჩანდე გოგოების თვალში ძალიან ჭკვიანი და რა ხუთი ისეთი წიგნი წავიკითხო, რომლითაც ყველასთან ვიჟონგლიორებ, ყველანაირ გოგოსთან მაგალითად, ბევრი ციტატა გამომადგება.
რაღაცას ქცევას მასწავლის, აი როგორი უნდა იყოს, თქვა, კარგი კაცი ან კარგი ქალი. გააჩნია რაში უნდა ხარ. ანუ სიტუაციას საკმაოდ საკითხულო, აი ტუალეტში რა წიგნი ჯობია რომ შევიტანო მაგალითად და ასეთი კითხვებზე შემილიხარ რაღაც. პასუხობ რა კი არ მომართავენ ესე ისტერიულად, მაგრამ ფილმზეც ვთქვამთ რა, ფილმზე მე თვითონ ხოლმე ყოველთვის ფესტივალზე რადგან ვერ დავდივარ თეოს და ნინიას, თეო ხატიაშვილი იგულისხმება და ნინია კაკაბაძე მაძლევენ სიას რომ იქ ფესტივალზე რაც იყო რა არის იქიდან რისი ნახვა ძღირს მე რო ვუყურებ უზიარებ უკვე ჩემ მეგობრებს რომ ეხლა ეს ფილმები გამოვიდა და კარგია სერიალებზე ასეთ რჩევას ვერ ვიძლევ იმიტომ რომ ცოტა სერიალი მაქვს ნანახი ძალიან და ნუ აი ამის მიხედვით რა თქმა ეხლა რომ მკითხამ შია და ნამსხვარი ვჭამო თუ ხინკალს გირჩევ მაგრამ იმას კი ნიშნავს რომ ხინკალი უფრო მიყვარს ვიდრე ნამსხვარი შე რა გჭირდება და ეს სულ ერთი არას წაიკითხავ ოღონდ წაიკითხო ეთანხმები ამას აი ბევრი მგლები რო ვიკითხონ რავი რაღაცები თრეშები მე წაკითხული მაგ მგლები სულ ერთია რა იკითხო კაია მგლები არა, არ არის კარგი წიგნი. არც მათ შორის იდეოლოგიურად. და ეს შეგიძლია თქვა, ყველაზე ცუდი წიგნი რა ყოფილა, რაც წაგიკითხავს? ყველაზე ცუდი არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია ყველაზე კარგი რაც წამიკითხავს. ლალი მაროშკინას 3 ძალიან პოპულარული წიგნი. წაგიკითხავს მართლა? ძალიან კარგია. ყველაზე ცუდს ვერ ვიტყვი ეწყინება ავტორს. შეიძლება გარდაცვლილი იყოს უკვე ილია ჭავჭავაძე, მაგრამ მაინც იქვეყნათ ეწყინას ყველაზე ცუდებში რომ დავასახელო. ნაკითხი ადამიანის არის საოცრად განათლებული? ნაკითხი ადამიანი არის ნაკითხი ადამიანი. ის რომ იკითხა, მე იქიდან რა დასკვნები გამოიტანა, რაში გამოადგა, შეიძლება ადამიანი დილიდან დაღამებამდე კითხულობს, იმიტომ რომ ეს მოწონს რა, ეს კითხვის პროცესი. მაგრამ არაფერს არ ცვლიდეს. განათლება არის რომ რაღაცას ისწავლი. აი, მართალი ხარ, მე მყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, მართლა ძალიან ბევრს კითხულობენ, მაგრამ ბევრი კითხვა ტვინისთვის კარგია. 3 ქართული რომანი, რომელსაც უცხო პლანეტას წააკითხებდი, რომ საქართველოსზე წარმოდგენა შეექმნას. რა იქნებოდა? არ წააკითხებ არაფერს უცხო პლანეტელებს. უცხო პლანეტელებს ეხლა რო უთხრა რომ აი მე რა უცებ წარმომიდგინე რომ უცხო პლანეტელი ჯერ მასშტაბი მოვლენის რომ უცხო პლანეტელი თურმე არსებობს. ანუ მთელი ადამიანობის სევდა უცხო პლანეტელი რომ არ არსებობს რომ მარტო ვართ galaktikაში და არა მარტო ამ galaktikაში არამედ სავარაუდოდ მეზობელ galaktikაში მარტო ჩვენ ვართ ცოცხალი არსებები. ამ დროს ირკვევა რომ არსებობს თურმე უცხო პლანეტელი, რომელიც თან მოდის ჩვენთან, ანუ დაძლია ყველანაირი სინათლის სიჩქარე და ყველაფერი და რაღაც გრავიტაცია ჩვენს დავძლიეთ, შევხვდით და მე უცებ ვაჩეთ შეფრო ოთარ ჭილაძის გოდური რომ წამიკითხო და შენი აზრი მითხრა. და მე ამ დროს ვარ რა იცი, პროვინციალი. არც არავის წიგს არ მივცენ. ვეფხისტყაოსანი კარგი რატოა იცი? იმიტომ რომ ჩვენი გონებისთვის არის, კაცობრიობის, ჰომო საპიენსისთვის, ნეანდერტალელს, უცხო პლანეტელს და მარსზე რადიაციას არ ჭირდება ისა? შენ თვითონ რატო არ წერ წიგნს? არ მაქვს ისეთი სათქმელი კაცობრიობისთვის ამ ეტაპზე. ერთი მიზეზი ეს არის, ისეთი სათქმელი, რომელიც ღირს რო აი ახალი ავტორი შეემატოს მთელ ამ ჯოჯოხეთს, რაც სამწერლო ჯოჯოხეთი ქვია. და მეორე, არ მაქვს გულახდილობის ეგ ხარისხი, რა ჭირდება მწერალს. იმიტომ რომ სცენარისტს შეუძლია ამოეფაროს პერსონაჟებს, იქ რა ვიცი, რეჟისორმა დაამატა თქვას, ან ილობეროშვილმა დაამატა ის გინება, მე არ ვიგინებ, მაგრამ წიგნი ძალიან ბევრს ამბობს ავტორზე. მათ შორის მის ყველანაირ რაღაც ეგრეთ წოდებულ dark side-ზე და ამას თუ მალავ, მაშინ რა გინა, რა სწავლობ? ზადუნდა ისეთი წიგნები ხო არსებობს, ანუ არსებობს ზღაპრის ბოლო რო კეთილია, მე არ მინდა ეგეთ წიგნის დაწერა, მე მინდა წიგნი, რომელიც იქნება წიგნი. არა, ავტორს და წიგნს რო კავშირი არ აქვს ერთმანეთთან. რაზეც არ უნდა წერო, რაზეც არ უნდა ილაპარაკო, აი შენ გადაცემაში რომ მოდის ხალხი და გონია რომ რაღაცები არ თქვა, მაინც ლაპარაკობ შენ თავზე. მე რო ეხლა დავწერო სულ ავდგე და რაღაც წიგნი დავწერო თქვათ, მევენახეობაზე ან მეურნეობაზე, მაინც
ჩემზე ბევრ სიტყვის წიგნი. და ისა ვის მოიყვანდი სტუმრად ჩვენს პოდკასტში გარდაცვლილს წერლის მოყვანა რო შეგეძლოს კლასიკოსი მწერლის მოყვანა. მეთქი ცოცხალს და უცებ მიფიქრე კარლს უვეკნაუსგორს მოვაყვანე. ცოცხალს არა გარდაცვლილს. გარდაცვლილს ჩემს მარადიულ ქრაშს ფრანც კაფკას. და დაველაპარაკებ. თან ისეთი იყო რა, დიდად ესეთი პირდაპირი სოციალიზაცია არ უყვარდა ძალიან. უყვარდა წერილების წერა. ბიზნესავთ. და ჩემთვის როგორი უხერხული იქნებოდა კი ან არას რო პასუხობს სტუმარი, ან ის იგულისხმება და რა დებილობას მეკითხები უცებ რო გეტყვის და აი ალბათ არა ეწყობოდა ეგ საუბარი, მაგრამ მე ესე ვისურვებდი რომ მასთან ვილაპარაკებდი. ეხლა მინდა რომ თინაზე გკითხო და მოყევი როგორი დედა ხარ? ძალიან მტკივნეული თემაა. რატო? იმიტომ რომ ბავშვობაში არ ვიყავი კარგი დედა და ეხლა მე მგონი კარგი ვარ. იმიტომ რომ ბავშვობაში შენ ბავშვობაში ხო ერთად ძალიან როგორც თავადაც აღნიშნავს წელს ვერ იქნები კარგი დედა. ვერ იქნები მართლა, იმიტომ რომ თავად გინდა ყველანაირი სიკეთე ამ ქვეყნიური და სიხარული და დროსტარება და რა ვიცი ყველაფერი პლუს ძალიან დიდი შეცდომა შვილთან ურთიერთობაში თქვენ არ გაიმეოროთ, მაგრამ ჩემსაც გაგიზიარებთ არის, როდესაც შენ სამყაროზე, ოჯახის წევრებზე, სამსახურზე, პირად ცხოვრებაზე ბრას ანთხევ სუსტზე, ანუ ბავშვზე. ქონდა ეგ? კი და ანუ ეს ახლა ვაღიარო რომ იყო ასე და ძალიან ცუდია. მე მქონდა ურთიერთობაში სირთულეები, როგორც ყველა ალბათ ყველას არა, მაგრამ უმეტესობას გოგოს და დედას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანად არის მასთან მქონდეს კარგი ურთიერთობა. და მას ეიმედებოდეს, რომ სანამ მე ვარ, თავი იგრძნოს დაცულად. დაცულად არა იმ ხრივ, რომ მე მას არაფერში აღარ მჭირდები ახლა ესე ყოფით ცხოვრებაში, მაგრამ ჩემი იმედი გქონდეს, რომ მარტო არ იგრძნოს. და ახლა მეგობრობთ? ახლა ჩემთვის ის არის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ახლობელი ადამიანი, რომელთანაც შემიძლია თქვა ისეთი რაღაცები, რასაც თქვენთან მაგალითად მეგობრებთან ვერ ვიტყვი. აი იმდენად კარგად მიცნობს, მან იცის ჩემზე ბევრად მესაიდუმლეც არის რაღაცებს მისგან ვსწავლობ უკვე და დადგა ეს ნანატრი დრო, რომ ეს არ ვარ იმის როლში, რომ აი რჩევა დარიგები, არც უყვარს ახლა დიდად მიიღება ამ რჩევა დარიგებებს. მე უფრო მჭირდება ხოლმე მისი რჩევები. გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება. თან მე ვუთხარი, რომ რაღაცები მაგალითად ერთხელ მითხრა, რომ მე როცა რაღაცას გიყვები, თქვა და არ მინდა ეს გამოსავლის შემოთავაზება რამდენიმე ვარიანტით. ამას თავად გადაწყვეტს. უბრალოდ ზოგჯერ ჭირდება, რომ მოусმინოს ადამიანმა, ვისაც ის უყვარს. მე კამათობთ ხოლმე? კი, კამათობთ პოლიტიკაზე, ის არის უფრო მარცხნივ. ხუმრობ, თინა, ხუმრობ. ვკამათობ პოლიტიკაზე არის უფრო მარცხნი ვიდრე მე უფრო ცენტრი და ოდნავ მარჯვნივ ვარ, მაგრამ ღირებულებით რაღაცებზე არ ვკამათობ. ნუ ახლა ეგ არაუშავს, მარცხენა და მარჯვენას ხალხმა დახოცა ნუ ქოცები და ესეც უიტყვი, რომ არაუშავს, იმიტომ რომ ძალიან დიდი კამათებია ხოლმე, ამაზე გვინახავს ჩვენ ოჯახებში ამ მარცხნივ მარჯვნივ კამათები, მაგრამ ჩემი შვილიც მარცხნივ არის და ვიცი. ახალგაზრდობაში ეგ ბევრად ბუნებრივია, ვიდრე 14 წლის ლიბერტარიანელი უფრო ცნაური. ძალიან მარცხნივ ვინც არის, ის მაგათად თulis, რომ მან უფრო კარგად იცის, შენ რა გჭირდება. და ძალიან მარჯვნივ ვინც არის, ის არ აღიარებს ადამიანში ალტრუიზმს. და ეს ადამიანში ალტრუიზმის უარყოფაც არის ადამიანის არცოდნა. ახლა ასწავლე თინეიჯერებს, რა არის თქვენი წარმოდგენა? პირველი რაც მინდა ჯერ ვუთხრა ჩემ ტოლებს, რომ თინეიჯერებს აბსოლუტურად არ აინტერესებთ თქვენ რას ფიქრობთ მათ აწმყოზე, მომავალზე და წარსულზე. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ენერგიას მოუფრთხილდეთ. როგორც ენერგიას უნდა მოუფრთხილდეთ იმ ხრივ, რომ ბოლომდე ეხლა ამ წუთას არ შევაკვდეთ ქოცებს და გამოვიზოგოთ თქვა ძალები. ზუსტად ასე არის თინეიჯერებისთვის რჩევადარიგებების მიცემა. იმიტომ რომ თინეიჯერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავად წაიმტრიოს ცხვირი. აი მოვიდა ჩემთან თინეიჯერი და მე ვნება ქალბატონო ქეთი, ვარ შეყვარებული, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა კარგი ახლა რომ აუცილებლად მივცე რჩევას, რომ სიყვარულმა რაღაცა
გამოცდას უნდა გაუძლოს და ეტაპებს განვითარების უნდა გაიაროს, მაგრამ მე ჯერ ასეთი თინეიჯერი, რომელსაც აინტერესებს ჩემი აზრი მის სიყვარულზე არ შემოხვედრია და ეჭვი მაქვს, რომ არ შემოხვდება. შეყვარებულ ადამიანს როცა არ იგებ, რომ ეხლა ეს არ გააკეთო. რა ვიცი, ხა ჩემთვის რომ მაშინ ვინმეს ეთქვა, რომ მოდი არ გათხოვდი და ჯერ ისწავლე. ჩასწხებდე თავში? არ ჩაცხებდი, მაგრამ ვეტყოდი რომ მიხედოს თავის თავს. უთქვამთ, ხა შე რა გონია, რომ ყველამ ხელი მომიწერა, რომ ამით და იცი მაინტერესებს, აი მალევე გაანალიზე, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგე. იცი რა არის, მე იმდენად კარგ ოჯახში აღმოჩნდი და ესეც მოყოლილი მაქვს. ჩემი დედამთილი იყო არა მარტო ზეცაში ეხლა ანგელოზი თუ ესეც არსებობს, არამედ აქაც ასეთი იყო დედამიწაზეც. რომ მე იცი რომ უნივერსიტეტში რომ დავდიოდი და იგებდნენ რომ ქმარშვილი დედამთილი და ასეთ ოჯახი მყავს, იმიტომ რომ არასოდეს არც ლექცია გამიცდენია, არც რაიმე სტუდენტურ თავყრილობას მოკვლევ, ჩვეულებრივი სტუდენტური პირველ კურსზე ვიყავი, რომ უკვე ორსულად ვიყავი და წარმოიდგინე მთელი 5 წელი ჩვეულებრივი სტუდენტური ცხოვრება გავიარე. ვისწავლე რაც მინდოდა და ჩემი დედამთილის დამსახურება არის ის, რომ მე წიგნებს ვკითხულობდი და ეს ეხლაც მეხმარება ცხოვრებაში. იმიტომ რომ ხო ეხლა თუ არ გაცდი შენი შვილი და დედამთილი გეუბნება რომ ის გეკითხავდა. ის მეუბნებოდა რომ შენ რაც გინდა იმას სახში კი იყავი რომ წაეკითხა. არა, ცხაყრები მძილის კი ვიყავი, მაგრამ რო გენახა როგორ მივლიდა. აი როგორ მივლიდა გეტყვი. ჩემი დედამთილი მაგალითად ზუსტად ისე მეკცეოდა, როგორც მოექცეოდა გოგო რო ყოლოდა შვილი. მესამე ალბათ გოგო უნდოდა, მაგრამ არასოდეს აი არაფერი მე არ მიგრძნია, რომ მე ვარ სხვისი შვილი იქ მისული. ისწავლე იმეცადინე, ჭამე, წადი, გარდა ცუთხასიძე რატო ხარ, ცოტა ხომ არ გეძინა. აი ყველანაირად ასეთ სიტუაციაში ვიცხოვრე. მაგრამ ეს როგორც ჩანს, სხვათა შორის მეგობრებო, არის ათავხედებს რძლებს მერე რა. ვინც გიცნობს იცის, როგორი დაინტერესებული ხარ მედიცინით. ესე იგი 44 წლის ქალი, ჩივილები, მუდმივი დაღლილობა დილიდანვე, ძილიანობა, სიცივის აუტანლობა, სუცივა, კანის სიმშრალე, კანის ესე იგი თმის ცვენა, წონის მატება, ყაზბობა, აპათია, მსუბუქი დეპრესია, სასხი შუპება დილით, რკინა, გემოგლობინი ნორმაში, ბრადიკარდია. პულსი არის ნელი, ბრადიკარდია არის ნელი პულსი. ბრადიკარდია, ვიცი კაცო, პულსი 58, წნევა 170. აი ამ სიმპტომებით დაუნიშნე ამ ქალს პირველადი გამოკვლევები, რაც უნდა ჩაიტაროს. ის მიდი აბა. ვაიმე რა თავხედი ვიყო ეხა, მაგრამ ნუ მე მგონი მან ძალიან ცხადია რაც უნდა დაუნიშნო. რა ცხადია გოგო? ჩვენთვის არ არის ლენჩი მოსახლე. არ აქვს ეხლა მართლა რაღაც სისხლის ანალიზი გაკეთებული აქვს. ენდოკრინოლოგთან აუცილებლად სავარაუდოდ აქვს ჰიპოთირეოზი. და ნუ D ვიტამინსაც შეამოწმე. მე ხა გადავამოწმებ ამას, მაყურებელო, ძვირფასო, ეხლა ავდგები. ეს არ იყო ჩაფიქრებული, ამ ყველაფერს მე ჩავწერე ხა ChatGPT-ს, ვკითხავ და აბა რას მეტყვის. ეს არის ენდოკრინული სურათი. ჰიპოთირეოზი. ჩავიბარო სამედიცინო თირეოდიტი, ჰაშიმიტო აუტოიმუნური თირეოდიტი. ხო, მინდოდა მე თქვა, ავტოიმუნური ჰიპოთირეოზი. მოკლედ, უნდა ანუ ფიქრობ, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა, huge mistake იყო, შენ არ ახარ, მაგრამ არის. არა, იცი რა არის, გეტყვი რატო არის. როგორი კარგი რაღაცები მოგვაკლდებოდა. იცი რატო არის. ეხლა ვფიქრობ, რომ ჩემი ფსიქიკის და ჩემი ფსიქიკური მოწყობის ადამიანმა შეიძლება იმ სტრესს მე ვერ ვიტან ადრენალინს როგორც ჰორმონს რო გამოვობ და აი იქ იმდენი ადრენალინია, ესე თეორიულად მიყვარს ამაზე ვიკითხო, ვის რა ჭირს გამოუცნო, ბლოგებს უყურებ, ვინც ავადარი და გამოჯამ, აი რაღაც ეს მაინტერესებს, ანუ აი ხო იცი ბავშვებს რო აინტერესებს თოჯინას რო შლიან შიგნით როგორ არის მოწყობილი, მე ზუსტად ასე მაინტერესებს ადამიანი როგორ არის შიგნიდან მოწყობილი, მაგრამ შეხება პაციენტთან, ან მე რო უნდა ვუთხრა ვიღაცას, რომ ავად არის.
ამას ალბათ მაინც ვერ შევძლებდი რა. მე მაინც ჩემთვის ვიჯდებ წერო ადამიანი ვარ. აი ეს კომუნიკაცია თან ჩემი ტაქტიანობით არ ვიცი როგორი გამოვიდოდა პაციენტებთან და ჩემი მეგობარია ექიმი და მე ვხედავ მისთვის როგორი სტრესულია ის სამსახური, მაგრამ თვითონ ძალიან უყვარს აი ამ ადრენალინის გამოყოფა და აი სრიალიც უყვარს, ექიმობაც უყვარს, რთული პაციენტებიც უყვარს, მაგრამ მე დარდობს თქვა რა, მე არ შემიძლია, მე ეს რაღაც ექსტრემალური სიტუაცია როა და ან გადავრჩებით, ან მოკვდებით, აი ამაში ზღვარზე ყოფნა, აი ექსტრემალური სპორტი და პროფესიები ჩემთვის არ არის. ერთ რამეს გეტყვი, აი ვუდი ალენის ფილმში არის Everybody Says I Love You, მგონი მაგაში, რომ ოჯახში ყველა არის დემოკრატი და ყავთ ერთი რესპუბლიკელი. და თუ ის იძახის, რომ გეებს უნდა ჩამოერთოთ სიცოცხლის უფლება. რაღაცებს ასე ისვრის რაღაც ფრაზებს რა და პარტიულადაც მთელი ოჯახი რა ტრადიციულად აძლევენ ხმას დემოკრატებს და იცავენ პატიმრის უფლებებს, ასეთებს და ეს შვილი არა. და რაღაც დროს როა ფილმში ირკვევა, რომ აი აქ უკანა გაჭედილი სისხლის ფოლაკი და არ მიეწოდება რა ჟანგბადი ტვინს და ამიტოა თურმე ამ ოჯახური იმიდან ინტელექტუალური გარემოდან ამორდი. ეხლა როგორ დასცინის დემოკრატებს თქვათ. ის დედა ხო იცავს პატიმარს და მკვლელებიც ადამიანები არიან და მანია სერიული მკვლელებს სტუმრად ყავს ახლა ეს სერიული მკვლელი რა გამოსული აღნიშნავენ რომ ამ დედამ დაიხსნა რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციაში. იმას ამის შვილი მოეწონება და გაიქაჩება და ის ისეთ ისტერიკას მოაწყობს აი ჩემ შულსო შემანიაკო შემკვლელო რანაირად გაბედე რომ შეხედო ანუ ფარისევლობა ამ იმის პრობლემა რომ ჟანგბადი არ მიეწოდება ტვინს და აქეთ დემოკრატების რომ ფარისევლები არიან ეს ეხა ანუ ეს ნიშნავს რომ ფიზიოლოგიურადაც და კულტურულადაც მარტო ფიზიოლოგიურად არ იხსნება ადამიანის სულიერი მდგომარეობა და მარტო კულტურით არ იხსნება ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა. სამი თვისება, რომელიც უნდა გქონდეს სცენარისტს. დისციპლინა, ფანტაზიის უნარი, დაკვირვების უნარი და შესაძლებლობა. ვინ არის შენთვის ავტორიტეტი? ერთი ადამიანი არის, მაგრამ არ დავასახელებ, რომ თავში არ აუვარდეს. რა არის სიყვარული? ეხლა რო გიპასუხო, რომ ვერტიკალურია და ბრუნვადი, რა სირცხვილი იქნება. ნუ ეს არის რაღაც უმაღლესი, რაც ზეგაგება ადამიანებს შორის. მე არ ვეძახი სიყვარულს, არაფერს, რაც სოციალურ, აი თუ გიყვარვარ ცოლად მომიყვანე და თუ გიყვარვარ დამთაგე ფოტოზე და თუ გიყვარვარ ჩემს გამო ვეფხვი მოკალი, ეს ჩემთვის არის რაღაცა შეყვარებულობა და სიყვარული არის, აი ძალიან მოკლედ ბლიცურად რო გითხრა, როცა ვიღაცას აყენებს შენზე წინ. რას ვერ აპატიებდი ადამიანს? ვერაფერს. ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში? საკუთარი თავის გარდა. საკუთარი თავის გარდა ძალიან დიდი იმედი მაქვს და საქმეში გამომიცდერ მაქვს ჩემი შვილის იმედი, ჩემი მეგობრების, ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი ბიძაშვილის იმედი მაქვს და მე ეს მინახავს რა არის ეს იმედი. ფული და სრული თავისუფლება რომ მქონდეს, რა სერიალს გადაიღებდი ახლა? ფული და სრული თავისუფლება რომ მქონდეს, ახლა გადავიღებდი იმ ჩეცდას, რომელზეც ვლაპარაკობდით, ჰეროიკულს, მაგრამ თუ მე ვიცხოვრებ ისეთ ქვეყანაში, სადაც ფულიც და თავისუფლებაც მაქვს და საქართველო არ დგას კატასტროფის წინაშე, მინდა მე და ლაშა ბუღაძეს გვაქვს იდეა გადავიღოთ სერიალი წყვილების ურთიერთობაზე და კრიზისზე. და მგონია რომ ძალიან საინტერესო იქნება ეს. საყვარელი ფილმი? აი ძალიან მიყვარს ბილი უაილდერის ბინა. აჰა. საყვარელი სერიალი? საყვარელი სერიალი ჩემი არის სოპრანო. უსაფრთხოება თუ თავისუფლება? რადგან უსაფრთხოება ფხენიანშიც არის მოჩვენებითი, მაშინ თავისუფლებას ავირჩევ. ომი გინდა? იცი რა, აი ისე არ მინდა მოვკვდე ერთი ომი არ მეღიზოს. საქართველოს წიგნი რომ ყოფილიყო, რა იქ რომელი წიგნი იქნებოდა? ან რა ჟანრი? ახლა ამ წუთას. კი, ახლა ამ წუთას. ახლა ჯაყოს ხიზნებში ვცხოვრობ პირდაპირ. ეპოქას რა უფრო აყალიბებს, პოლიტიკა თუ კულტურა? კულტურა უფრო აყალიბებს, კულტურული კოდები და ეშრობს მერე იმ პოლიტიკას და იმ ადამიანებს, რომელიც ამ კონტექსტში იბადება რა. სამ სიტყვაში აღწერე ქეთი დევდარიანი. ლამაზი ჭკვიანი მაღალი. 18 წლის რომ იყოს ხელახლა.
18 წლის რომ იყო და ხელახლა ირჩევდა პროფესიას, რას აირჩევდი? ყველანაირ შემთხვევაში ეს იქნებოდა დაკავშირებული ბიოლოგიასთან. 1.5-ზე ვილაპარაკო, 1.5, კაი. ეს იქნებოდა დაკავშირებული თვისება, რომელიც აუცილებლად უნდა ქონდა შეასპატრიონ მამაკაცს. მე არ უნდა ავუხსნა როგორ არის მოწყობილი სამყარო, თვითონ უნდა იცოდეს უკვე. რას ნანობ ცხოვრებაში? რაღაცებს ნანობ, მაგრამ ძალიან ინტიმურია და ვერ ვიტყვი. უნდა ვაწყენინო მე ყველას ვისთანაც ნანობ ამ რაღაცებს და აი ეს სახალხოთ რას ნანობ, რომ ძალიან ბევრი არ ვიმეცადინე მაგალითად ინგლისური ახალგაზრდობაში. ამას სულ ვამბობ. ანუ როცა ტვინში კარგად შეგდის, აი შემილია რჩევამიც. სადღაც 25 წლამდე ყველაფერს სწავლობ სამჯერ უფრო ადვილად, ვიდრე 25-ის მერე. 25-ის მერეც ისწავლდა 80-ისაც, მაგრამ იქ ძალიან ადვილია. აი 25 წლამდე ნებისმიერ რამე აიღე ისწავლი. გინდა ხელოვნური ინტელექტი, გინდა ენა, გინდა cooking, აი რაც გინდა, ყველაფერს ადვილად სწავლობ და ეს უნდა გამოიყენო. და ეს cooking-ი იცი შენ? იცი, არ ვიცი, მაგრამ თუ დამჭირდება ვისწავლი რა, იმიტომ რომ 1-2 დამჭირდა და არასდროს არ დაგჭირდა ამ ხნის ქალს? კვერცხის შეწვა, საკუთარი თავის. შეწვა არის cooking-ი, უცებ წავედი რომ ვაკეთებ რაღაცა გოჭის თვალი ჟელეს და შემეუნები რომ კვერცხის შეწვა და სპაგეტის რომ მოხარშავ ეძახით საჭმლის გაკეთება ვიცი, მე ცოტა სხვა სტანდარტები მაქვს. კარგი. 3 ნივთი მოიტანე? მოვიტანე, როდის იყო მე რამეს მავალებდნენ და არ ვაკეთებდი. ერთი ნივთი მიკეთია აი ეს არის ბეჭედი. ეს ბეჭედი მიყიდა ჩემმა შვილმა, თინამ, თავისი ხელფასით და არის ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა. ოღონდ მე არ ვიცოდი, რომ ზუსტად ასეთი მინდოდა, მან უფრო კარგად იცის, მე რა მინდა ხოლმე და ისე მიყვარს. რა კარგია. ისე მიყვარს და იცის, რომ მოვკვდები, ეს უნდა მეკეთოს ზედ. მე აი რაღაც ჩაასასტიკა ბოლოს ეს უკულტურასად რომანტიკული. ეს არის ჩემი განუყრელი ნივთი, თორე მე მაგალითად ძალიან ბევრი ზოგადად ადამიანების ვინ ჩემთვის ძვირფასია. ნაჩუქარ ნივთებს ამის მიმართ სენტიმენტები მაქვს. აი ეს მაგალითად ეს რაც მიკეთია, ეს არის თინას მეგობრის ნაჩუქარი ათუგელოვანის და უზომოდ მიყვარს. ძალიან ლამაზია. და მაქვს სენტიმენტები რაღაც ნივთების მიმართ, მიუხედავად რომ ყოფითი ცხოვრება ჩემთვის არ არის სენტიმენტალური. მეორე მინდოდა ჩემთვის ძვირფასი არის დიდი ხანი ვინახავ წერილებს, მაგალითად ჩემი გარდაცვლილი მეგობრის, ჩემი საყვარელი ადამიანის და ასე შემდეგ, მაგრამ ამას რადგან ვერ წავიკითხავდი, არ წამოვიღე წერილები. და წამოვიღე წიგნი, რომელიც მიდევს 40 წელი თუ რამდენის რაც კითხვა რო ვისწავლე იმის მერე საწოლთან. და ესე ჩავხედავ ხოლმე გადავშლი, ეს არის მარკესის მარტოობის 100 წელიწადი. ეს არ არის ყველაზე კარგი ტექსტი მხატვრული თვალსაზრისით, რაც ცხოვრებაში წამიკითხავს, მაგრამ ჩემთვის არის ყველაზე საყვარელი წიგნი და სხვათა შორის სათვალე რომ ჭირდებოდა ერთ-ერთი ღამე გადაშლისას მივხვდი, რომ ვეღარ ვხედავ აქ ასოებს კარგად, იმიტომ რომ ნახეთ ან გაიცრიცა და როგორი პატარა შრიფტით არის. ძალიან სენტიმენტალური. აი ხედავ ქეთი წყობ. ყველანაირი შემიძლია ვიყო. და ეხლა კიდევ უფრო სენტიმენტალური. ესე ტირი ხოლმე? ტირი, კაცო, მე რა არ მაქვს ის არ გაქვს. ტირილის. მე იცი როგორ ადვილად შემიძლია ვიტირო. მე კარგია, ხო, რა შეურაცხყოფას რომ აყენებენ ეგრევე ტირი. ეს რა არის? ეს არის, აი ეს ნახე რა სასაყვარლე. ეს არის ბებია ჩემმა პატარა რო ვიყავი. პატარა გოგოს, რომელმაც საჭმელი უნდა აკეთოს, ქვაბი რო აიღოს, რომ ხელები არ დაეწვას და როგორც ხედავ უხმარ. არც ერთი ქვაბი ამით არ ამიღია და ესეც, ანუ იმას რა წარმოედგინა, რომ მე ვარ მომავალში, ანუ პატარა რო ვიყავი, მაშინ გამიკეთე შეხედე წინსაფარი თავის ხელით მოკარგული. ვაი, მე გავგიშდე. შეხედე. უკვე მომიჭირავს. აი ესე. ამ წინსაფარს ესე იკეთებ და აკეთებ საჭმელებს. და ის ტაფით რო დგას პატარა ქეთი გძელი ფეხები. ხო, აი ეს შევინახეთ რატო იცი? ეს მისი ხელით არის მოკარგული. მგონი ჩემი სრული ანტიპოდი იყო, აი ლამაზი წინსაფარი უნდა გეკეთოს, როცა შვილისთვის კვერცხს წვავდილით, ხალათში რო ზიხარ შენ. მე წინსაფარი საერთოდ ამის გარდა არ მაქვს და ვეჭვობ რომ არც მექნება. და ამას ვინახავ არის ფითქინა უხმარი, არც ერთხელ არც ერთი ქვაბი ამით არ აღებულა. და ყველაფერი არის ძალიან ირონიული, რომ აი ეს მაქვს სახსოვრად ადამიანისგან, რომელიც მერე მალევე მიხვდა, რომ ჩემგან არანაირი
ბევრი ქვაბის სხვადასხვანაირი ქვაბის სხვადასხვანაირი ზომის ასაღები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი რო შეიძლებოდეს ახლა ერთი მე ოჯახში მყავს ძალიან ბევრი გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც უსაზღვროდ მენატრება და მიყვარს. მაგრამ ეხლა ვისთან დავილაპარაკებდი 1-15 წუთი, ვისთან მაქვს რაღაც ალაპარაკო არის ბებია. ბებიაში. ისა გარდაცვალება ის შიში გააქვს. ფიქრობ ამაზე. ეხლა ბებიაზე კიდე რა მინდოდა, იცი მე თქვა. მთელი ცხოვრება ბავშვობაში, ბებია რო გარდამეცვალა ვიყავი 29 წლის. მთელი ცხოვრება მეშინოდა, რომ ერთშვენიერ დღეს აი ეს ქალი აღარ იქნება. აი როგორ მეშინოდა, იცი, ამის წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რომ გათენდება ასეთი დღე და ეს ქალი აღარ იქნება. მაგრამ იმ წელს, როცა ბებია ჩემი გარდაიცვალა, 2 თვით ადრე გარდამეცვალა 25 წლის ბიძაშვილი. და ბებია ჩემი ამ ამბავს გადაყვადა. აი იმდენად შოკში ვიყავი და სტრესში, ბებია ჩემი წავიდა ისე, რომ მე ბოლომდე ეს ამბავი კარგად აღვიქვი ძალიან დიდი ხნის მერე. ანუ იმან გააუბრალოვა ყველა სიკვდილი ჩემმა ბიძაშვილმა და აი ბებია ჩემზე რომ მეგონა რომ ალბათ მეც იქვე ჩამოვიქცევი, მივიღე რაღაცნაირ ლოგიკურ ამბად. ასე რომ არასდროს არ იცი, მე თვითონ სიკვდილის რა თქმა უნდა მეშინია ხა, არა ადამიანი ხო არ ვარ, არ მეშინოდეს. აი არ წარმოვიდგენია მაგალითად ზოგი ტირი ხარ რაღაცას უყურებ ფილმს რამაც ძალიან აგიჩუყა გული როდის ვიტირე ბოლოს თუ რა გინდა რომ ხო და არ მეუბნები გეტყვი როდის ვიტირე მაგრამ ამ კითხვას რატოს ვამენ ხოლმე ეს ვერ გავიგე ან რაზე მიუთითებ რომ ბოლოს თუ გუშინ იტირე უფრო კაი ადამიანი ხარ და უფრო გულჩვილი თუ ბოლოს რო 94-ში იტირე მაშინ კი ზუსტად მაგიტოს ვამენ რომ 94-ში თუ იტირე მიუთითებს რაღაც თვისებაზე რამდენიმე მომენტში რა როცა ვიღაც მიკვდება როცა მტკენენ ძალიან გულს ისეთი ადამიანები ვისაც მე ვაფასებს ეხა ვიღაცა თინიკო 1967 რომ მიწეს რო ღორი ხარო მაგაზე მე ვერ ვიტირებ დიდი ბოდიში ხა მაგდენი ენერგია არ მაქვს მაგრამ ჩემმა მეგობარმა სოფომ რომ მითხრას რომ ღორი ვარ ალბათ ნუ ხო შეურაცხყოფილად ვიგზნობ თავს და ვიტირებ ანუ ესე წარამარა და ადვილად არ ვტირი მაგრამ ვტირი როცა საჭიროა როცა რაღაც ხდება ჩემ ცხოვრებაში რაც კორტიზოლს 4-ს აცდება რა ანუ მაინც ჩააქსოვა ეს კორტიზოლი და რაღაც ამდაგვარი კეთი ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ვფიქრობ რომ შენ ხარ ყველაზე საინტერესო რესპონდენტი. ხო არ გიყვარს ხო რესპონდენტად ყოფნა? იცი რატო არ მიყვარს გეტყვი? რომ მიდიხარ რაღაც უნდა თქვა საინტერესო შენს პირად ცხოვრებაზე. ვიღაცაზე უნდა თქვა დავიწყოთ ეგ ნაწილი. არა, მართლა, უნდა ილაპარაკო. ან გულახდილად შენს ცხოვრებაზე იმ დეტალებზე რაც ხალხმა არ იცის, ან ისეთი რაღაც თქვა რა ჯერ არავის უთქვამს და შენგან გაიგებენ პირველად. ან ისეთი ვიღაცები გალანძღო სხვა რო ვერ ბედავს და ხა ვერცერთს ვერ ვაკეთებ მე და რა რატო აი შეყვარებულებს შემიძლია დაგისვათ დავასრულოთ პოდკასტი კი ბატონო მოკლედ არ გამოვიდა პირად ცხოვრებაზე საუბარი დავასრულოთ უნდა პოდკასტი არც არავინ არ გალანძღა და მოკლედ როგორც ბექა არაფერი სასაცილო რო არ ხდება ბექას გადაცემაში აქაც არაფერი საინტერესო არ იყო ჩემო მაყურებლებო დიდი მადლობა კეთი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა უნდა ვუთხრათ მაყურებელს რომ გვისმენდა, გამოგვიწერეთ, გამოგვყევით YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე და მოგწერეთ ასევე ვინ შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო სტუმარი შემდეგი გადაცემისთვის და საერთოდ იაქტიურად მოგწერეთ ბევრი, იმიტომ რომ რაც უფრო ბევრს მოგწერთ თქვენ, მით უფრო დიდხანს იქნება ჩვენი გადაცემა. ასე რომ შეგიძლიათ კეთის მიწეროთ ბოტებო რაღაცეები, რაც უფრო ბევრს არ არის პრობლემა. არ არის პრობლემა, პირიქით თქვენ რომ წერთ, ჩვენი engagement-ი იზრდება. რაც თავად თქვენ გქონდეთ თქვენს როლზე ჩვენ ცხოვრებაში დიდ წარმოდგენა. ეს ძალიან დაგვეხმარება. ნახვამდის გემშვიდობებით. ნახვამდის.